მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8:30 და ტრადიციულად საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ეთერშია გადაცემა პასუხობს მოძღვარი. მე გახლავთ მისი წამყვანი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონასტრის ტაძრის ხელმსახური ბელი გურამ გალობლიშვილი. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2301515 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ოფიციალურ Facebook გვერდზე პირდაპირ ეთერის მსვლელობის დროს მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები და ჩვენი სტუმარი გაგცემთ პასუხს, რომელიც გახლავთ ზღვისუბნის ყოველწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექობიშვილი. მოგესალმებით, მამა დავით, მადლობას მოგახსენებთ. მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. ესე იგი, პირველი კითხვა ასეთი არის, მარხვის შესახებ რომ გვესაუბროსო, თუ შეიძლება, მამა დავით. ზოგადად აი, საიდან შემოდის მარხვა, რამდენი მარხვა არსებობს და როგორ უნდა იმარხულოს ადამიანი. ძალიან მნიშვნელოვანი არის მარხვა, ჩვენ ხედავთ რომ თავად 60-შეშიც კი ერთგვარი მარხვის წესი დაუდო ჩვენს პირველ მშობლებს უფალმა, რაღაც აკრძალვა, რომ ეს არ უნდა გააკეთოთ, ამის შედეგად უნდა დამტკიცებულიყო მათ თავის უფალნებაში. და მით უმეტეს დღეს ჩვენ როცა უამრავი საცდური თუ ართ გარემოცულები, აუცილებელი არის რომ გავწურთნათ ჩვენი თავისუფალინება სიკეთესთან მიმართებაში, უფლისნებასთან მიმართებაში. ამიტომ მარხვა გვეხმარება ჩვენი საკუთარი თავის მოპოვებაში, რომ მე გავხდე ნამდვილად თავისუფალი და გავაკეთო ის, რაც უფალს უნდა და არა ის, რაც ჩემშია და რაც ცოდვის მიერია. რა თქმა უნდა, ეს მარხვა, დიდი მარხვის პერიოდი, აღდგომის მარხვა, წმინდა 40 არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე საჭირო და არც ერთი მარხვაზე იმდენი არ დაწერილა და იმდენი არ გამოთქმულა, რამდენიც ამ მარხვაზე. და რამდენადაც აღდგომის დღესასწაული არის დღესასწაულთა დღესასწაული, იმდენად აღემატება ეს მარხვა სხვა მარხვებს, თავისი, თქმა უნდა, დღეების მოცულობით, თავისი მსახურებებით, თავისი დატვირთულობით და ასე შემდეგ. ამიტომ თუ ადამიანს ახლა ისეთი ხელი შემშლელი არაფერი არ აქვს თავის ჯანმრთელობაში, აუცილებლად უნდა შეინახოს ეს მარხვა და ძალიან ბევრ მადლს მიიღებს ღვთისგან. მარხვის შედეგად ჩვენ ვხედავთ წმინდანების ცხოვრებაში, ბიბლიის ისტორიიდან, რომ უფალი ყოველთვისაც გამორჩეულ მადლს აძლევს ადამიანს, ამ დროს ხდება ადამიანის გაწმენდა სოდვებისგან, ადამიანის გონების განათლება, ბაგეების გაწმენდა და თანდათანობით ადამიანი უახლოვდება ღმერთს, ადამიანს უფრო და უფრო ეხილება მარხვის დროს სულიერი თვალები. ნუ თავდაპირველად ეს იწყება გასტრონომიული მარხვიდან, მიწიდან მოსულის მიღებაში და თანდათანობით უნდა გადავიდეთ მე უკვე სულიერ მარხვაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ნამდვილი ქრისტიანისთვის ყოველი დღე მარხვა არის, ხო? რაც არ შეიძლება რომ გააკეთო, ის არამც თუ მარხვაში არ უნდა გააკეთო, არც მერე არ უნდა გააკეთო და სახსნილო და დღესასწაულის დღეებში, ნუ ძალიან ხშირად ამბობენ, რომ აი მე მარხვაში ამას არ გავაკეთებ, სიგარეტს არ მოვწევ, არ დავლევ და დამთავრდება ეს მარხვა, მერეც რაღაცნაირად უნდა შევინარჩუნოთ ეს მაგდი და არ უნდა ჩავარდეთ უსნეობაში და ურჯულობაში, თორემ ორმაგად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით, დავიწყოთ და მერე მივატოვოთ და ისევ და ისე დავუბრუნდეთ ჩვენს ძველ ცხოვრებას. ამიტომ, თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მარხვას. თავად უფალმა მოგცა ჩვენ ლოცვის და მარხვის მაგალითი და ქრისტემ იმარხულა 40 დღე უდაბნოში, ასევე ლოცვის მაგალითი მოგცა და როგორც აი ფრინველის ორი ფრთა, ისე არის მორწმუნე ადამიანისთვის ლოცვა და მარხვა. აი ამ დროს ადამიანთან უფრო უძლიერდება სულიერი ხედვა წმინდა წერილისადმი, წმინდა საიდუმლოებებისადმი და ასევე მარხვაში არის ხშირი ზიარება, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის სულიერი გამტკიცებისთვის, თორე აი მარტო მარხვა რომ იყოს და სხვა არაფერი არ გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, მარხვა ისე ვერ გვარგებს, როგორც იმ შემთხვევაში, როცა სხვა ქრისტიანულ საქმეებებსაც შევეცდებით, რომ ასე მოვიხვეჭოთ მარხვასთან ერთად. კი ბატონო, კეთილი. გავაგრძელოთ ჩვენი Facebook კითხვები, ესე იგი 49 რიცხვიო იაპონიაში აღიქმება ძალიან ცუდ რიცხვადო. ის ასე ჟღერსო ტკივილის სიკვდილამდე. რას მეტყვით ამაზე, როგორ უყურებს ეკლესია ამ ყველაფერს? ეს რიცხვი მართლა ასეთი ცუდიაო?
ნუ არა ზოგადად მათემატიკურ რიცხვებს არ აქვს ისეთი მნიშვნელობა, თუმცა კი ნუ არის ახლა იქ 7, 12, 3 რაღაცასთან ვაკავშირებს და იმიტომ და ნუ 59 ნუ არ ვიცი ახლა ეს რასთან არის დაკავშირებული, ვინ რა იდეა ჩადო თავის მწამში, მაგრამ ქრისტიანობაში ეს 59 როგორც ესეთი რაფერს არ გვეუბნება. არის ახლა ერთი ეპიზოდი უფალი პეტრე მოციქული ეუბნება უფალს რომ რამდენჯერ ვაპატიო მოყვას 70 გზის არა 7ჯერ 70 გზის რაღაც ეს 7ჯერ 7 59 შეიძლება ნუ რაღაცასთან არის კავშირში მაგრამ ასე მაინდა-მაინც რომ რაღაც მათემატიკურად ჩვენ რაღაცაში ჩავრმავდეთ ალბათ ამაუძიება იქნება ჩვენი მხრიდან როგორც ძალიან ეს პავლე მოციქული რომ აი ესეთი რაღაც მიმართულებები ადამიანებს უფრო ძიებას შეამთხვევენ ვიდრე მოღვაწებას. ჩვენთვის თავარი არის მოღვაწება, ღვთისმსახურება, ერთად სიყვარული და ნუ სიმბოლურადაც ნუ ვერაფერი. ნუ არის ახლა 59 ფსალმოში რაღაც სამყაროს განშა არის მოცემული და ალბათ ეს ტკივილები შეიძლება რომ აი თქვა თავდება და მე იწყება ახალი ცხოვრება ყველა ადამიანისთვის თუ რა თქმა უნდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში ვიქნებით. უფალთან მარადიული ცხოვრება. ეს შეიძლება მხოლოდ მართლმადიდებელ ქრისტიანზე ითქვას, რომ დაუსრულებელი ნეტარება ექნება უფალთან და არა, თქვათ, სხვა რელიგიის და მწამსის ადამიანს. ქრისტეს გარეშეც ქონება არ არსებობს. რა თქმა უნდა. ნატალია გვწერს, მაინტერესებს, რომ მოსემ რა ენაზე დაწერა 10 მცნებაო. ნუ ეს არის არამეული ენა. უფალმა გამოუცხადა მოსეს, სწორედ მარხვის 40-დღიანი მარხვის შემდეგ მოხდა ეს, რაც შეიძლება დაუკავშიროთ ჩვენს მარხვის შენახვის აუცილებლობასაც, რომ უფალმა თავისი მცნებები ამოტვიფროს ჩვენს გონებაზე, ჩვენს გულზე, რომ შესაბამისად შემდგომში შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება და ეს მცნებები არ აღმოჩნდა ადვილად მისაღები იმდროინდელი საზოგადოებისთვისაც და დღესაც ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანებს საკმაოდ უჭირთ უფლის რჯულთან ურთიერთობა, მისი შესრულება, ამიტომ ერთადერთი რაც გადაგვარჩენს არის სარწმუნოებასთან ერთად რა თქმა უნდა ჩვენი თავმდაბლობა, ჩვენი სინანული, რომ გადავრჩეთ. და ბიბლიაც სწორედ აი ამ ენაზე იწერება, ძველი აღთქმის წიგნები არამეულზე, ხოლო ახალი აღთქმა უკვე შემდგომში იწერება ძველ ბერძნულ ენაზე. კი ბატონო. ესეთი კითხვა არის გამიგია რომ თუ სარკეში ნეგატიური განწყობით ჩაიხედებით ან თუ სარკეს წინ იტირებთ ამ დროს სარკე მთელს ჩვენს ნეგატივს და სევდას შთანთქავს და შემდგომ მას ორმაგად გვიბრუნებს. რამდენად სიმართლეა ეს ყველაფერი. ზოგადად რაღაც ცრურწმენა არის. უნდა ვეცადოთ რომ ყოველთვის კარხაციაზე ვიყოთ, ჯერ ერთი რომ ადამიანად მოვევლინეთ ამ წუთის სოფელს, ეს ძალიან დიდი ბედნიერება. მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ. ღმერთი თითოეული ჩვენთაგანისთვის მოვიდა ჯვარზე გაეკრა, მკვდრეთით აღდგა, სიკვდილი დამარცხებულია, ეშმაკი დაწკუნულია, პრობლემები ყველაფერი ამაუარი დროებითია და ნამდვილად არ უნდა ვინერვიულოთ, არ უნდა ვიდარდოთ არაფერზე. ერთადერთი ჩვენი სადარდებელი უნდა იყოს ის დაკარგული დრო, რომ დროსაც ჩვენ სიკეთეს არ ვაკეთებ და უფალს არ ვიმსახურები და სხვა შემთხვევაში მშვიდად ვიყოთ და მადლობლები ვიყოთ ღმერთის და რაც უფრო ხიარულად ვიქნებით, რა თქმა უნდა, შევიქმნით ამ განწყობას, რომ ესეც უნდა იყოს, ხო, აბა რა თქმა უნდა, მადლიერების გარეშე წარმოუდგენელი ჩვენი ცხოვრება. მეტად ახლოს ვიქნებით უფალთან, თავად უფლისმიერი მოწოდება არის მარადის გიხაროდენ. ხო, ამას მიღწევა ჭირდება, მაგრამ ყველას გვესმის ახლა ეს სიტყვები და ყველას გვინდა რომ ესეთი განწყობა გქონდეს, რომ სულ გახარებულები ვიყოთ, მაგრამ ამას ჭირდება ძალიან დიდი შრომა. იმ საკუთარი არსებიდან უნდა ვეცადოთ რომ ყოველგვარი სიბოროტე, განკითხვა, შუღლი, ურწმუნოება გავდევნოთ და უნდა ვეცადოთ რომ ჩვენში მაქსიმალურად შემოვიდეს უფლის მადლი. ამასაც რა თქმა უნდა თავისი გზები აქვს და აი ამის შემდეგ ჩვენ შეიძლება ისეგვარად მოვიპოვებთ ქრისტიანულ სიხარულს, რომელიც არადიულია და რომელსაც ვერავინ ვერ მოგვტაცებს ჩვენ. შეიძლება ადამიანი ძალიან დიდ გაჭირვებაში იყოს, შეიძლება ძალიან დიდი სნეულებები ქონდეს, მაგრამ თუ ადამიანს მადლი ექნება, მას სიხარულიც ექნება. ეს არის ყველაზე მთავარი. კი ბატონო. რას ნიშნავსო თეთრი და შავი მაგიაო და როგორ უყურებს ამ ყველაფერს ეკლესიაო? ეკლესიის მიერ ეს ყველაფერი უარყოფილია. თუმცა ეკლესია ამბობს, რომ არსებობს ეშმაკი და არსებობს კიდევ
ადამიანთა ეს ბოროტი თავისუფალება, თავისთავად ჩვენი დაცემული ბუნება გვებრძვის, მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებრივია არარაობა არის უფლის მადლთან მიმართებაში, როგორც წამის პავლე მოციქული უკანასკნელ ჟამს ერთის სულის შებერვით განაქარობს უფალი მთელს ბოროტებას. სამწუხაროდ ისე ხდება ხოლმე, რომ ადამიანებს ბოროტის უფრო ეშინიათ, ვიდრე ღმერთის სჯერავთ და მაგალითად ჯვრის დიდებულების უფრო ჯერავთ და ზიარების და ასე შემდეგ. ადამიანი ხა რაც არ უნდა ჯადო ქონდეს გაკეთებული, რაც არ უნდა მაგია ქონდეს გაკეთებული, მიდიხარ ტაძარში, ქრისტეს ეზიარებ, ქრისტე შემოდის შენში და შენ მაინც გეშინია, ხო? უნდა ვეცადოთ რომ ეს გამარჯვებულის მენტალიტეტი მოვიპოვოთ, ჩვენ უკვე გამოხსნილები ვართ, თავარია ქრისტესთან ვიყოთ და ქრისტე ჩვენს მაგივრად ყოველთვის იბრძოლებს და ჩვენს წილ დაამარცხებს ყველა ბოროტებას. სწორედ ნურაფრის ნუ შეგვეშინდება, ვიკითხოთ ფსალმუნები, ვიკითხოთ სახარება, მივენდოთ უფალს და მთელი ბოროტი ძალები რომ აღდგეს ჩვენს წინააღმდეგ, ვერანაირი ძალაუფლება ვერ ექნება ჩვენზე. და სახარებიდან ჩვენ ვიცით რომ ესე იგი ღორებში შესვლაც კი არ შეუძლიათ ბოროტ სულებს ღმერთის დაშვების გარეშე. და ღმერთი არაფრით არ დაუშვებს ჩვენში ბოროტების შემოსვლას, თუ ჩვენ უფალთან ყოფნა გვინდა. და გვინდა რომ ჩვენში სული წმინდის მადლი მკვიდრობდეს. ბოროტს ისევ და ისევ ჩვენი ცხონებისთვის იყენებს უფალი და აი ამ ჭიდილში რომ ჩვენ გვებრძვის ეს ბოროტე, ჩვენ ბრძოლობთ, წვალობთ, შრომობთ, გავდივართ იმ გზას, რომელიც უნდა გაევლო სამოთხეში ადამიანს და ევას, ხომ? თავისუფალ ნებასთან ჭიდილში უნდა აღესრულებინათ უფლის ნება. ეს არის თითოეული ჩვენთაგანის გასავლელი გზა. სიბოროტე სანამ სამყარო იქნება, მანამდე იარსებებს. ჩვენზე ექნება გარკვეული რაღაცა დაშვება, რომ ჩვენ გვებრძოლოს აზრების მეშვეობით, წარმოსახვების მეშვეობით, მაგრამ საკმარისი ერთი პირდურის გადასახვა რწმენით, საკმარისი ერთი იესო ქრისტეს სახელის წარმოთქმა და მაშინვე წარიდევნებიან ჩვენგან ყოველგვარი ბოროტებანი. კეთილი. მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. დამნოსეთ მამაო. შეგეციოთ. გაიხარეთ. დასვით კითხვა. დიახ მამაო, ჩვეულ მამაო, ესეთი კითხვა მინდა რომ დაგისვა. ჩვეულებრივად ვარ მარხვაზე. ვინახავ მთლიანად, არა უზეთო, ჩვეულებრივად, მაგრამ ამ მარხვაში ვათხოვ რომ ძალიან ნაყროვანება მომეძავა. ამ ნაყროვანების შედეგად მგონია მე თვითონ ახლა შემოკლეჩქვით რომ უფრო სიბურთის აზრები შემომდის მამაო და შეიძლება ამისგან იყოს ეს გამოწვეული და განპირობებული და უყვები ამ სიბურთის აზრებს და რაღაცა და აი ამასთან დაკავშირებით მინდა რომ საუბრობ თუ შეიძლება მამაო, მადლობ. მადლობა ზარისთვის. ძალიან კარგი შეკითხვა არის. როდესაც ჩვენ არ მარხულობთ, არ ვლოცულობთ, მაშინ თანამშრომლობთ გარკვეულწილად დაცემულ ბუნებასთან, ხოლო როგორც კი ადამიანი თუნდაც ერთ ნაბიჯს გადადგამს ღმერთთან შესახვედრად, მაშინვე გარკვეული წინააღმდეგობები იწყება, გარკვეული ბრძოლები იწყება და ჩვენ ამას არ უნდა შევუშინდეთ. ეს გადასალახი არის, ეს აუცილებლად გადაილახება, ხოლო რაც შეეხება შეკითხვას რომ ესე იგი მე მარხულობ, ოღონდ ეთყობა ვეღარ იღებს ადამიანი მაგას კალორიას, რასაც ღებულობდა სახსნილო საკვებით, იმ ხორცით, ცრცის ნაწარმით, ავტომატურად ადამიანი რაღაცა ინსტინქტურად ცდილობს, რომ უფრო ბევრი ჭამოს, ამის შედეგად შეიძლება ჩავარდეს ნაყროვანებაში. ესეც გარკვეული გამოცდილების შედეგად გადაილახება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ზომიერი ცხოვრება. რეალურად ჩვენ გაცილებით მეც ვღებულობთ, რაც სჭირდება ადამიანს არსებობისთვის, ხომ? იმიტომ ჭამთ, რომ რა თქმა უნდა ვიარსებოთ და კეთილი საქმეები ვაკეთოთ და უფალი ვადიდოთ, შევინარჩუნოთ ჩვენი ადამიანური არსება. მაგრამ ჯერჯერობით, სამი კვირაც არ გასულა მარხვის დაწყებიდან და დროთა განმავლობაში დარწმუნებული ვარ, თქვენ გადალახავთ ამ მდგომარეობას. თავისთავად მუდამ ერთ და იგივე საკვების მიღება, მაინც აუძლურებს რაღაც განსხოველებულ დამოკიდებულებას საკვების მიმართ და ადამიანი უფრო ბალანსდება საკვებთან მიმართებაში და გარკვეულწილად გება ზომიერების გზაზე. მთავარია ჩვენ უკან არ დავბრუნდეთ და ბოლომდე გავაგრძელოთ როგორც ჩვენ შეგვიძლია მარხვის შენახვა აღდგომის დღესასწაულამდე და ამიჯერეთ აი თანდათანობით ეს ვნებები უკან დაიხევს და თქვენ გაძლიერდებით. მე მახსენდება ერთ-ერთი წმინდანის გამოცდილებით ნათქვამი სიტყვა
ცოდვებთან და ვნებებთან ბრძოლასთან მიმართებაში ნეტარი ამონა ბრძანებს, რომ 12 წელი ვებრძოდი მრისხანებას. დღედაღამ უფალს ვევედრებოდი, რომ ჩემთვის მოეცა ძლევა ამ ცოდვაზე, მაგრამ აი 12 წლის შემდეგ დავინახე, რომ ცირედით მომეცა მე მადლი, რომ აუმაღლებულიყავი აი ამ ცოდვაზე. და ასე მარტივიც არ არის ახლა ამ ყველაფერთან გამკლავება, შეიძლება რამდენიმე ხანი, 1 წელი, 2 წელი დაგვჭირდეს ამა თუ იმ ცოდვასთან ბრძოლა. შეიძლება ეს ძალიან მალეც მოგშორდეს, ეს ყველაფერი უფალზეა დამოკიდებული და ჩვენს მონდომებაზე და შრომაზეა დამოკიდებული. ასე რომ იმეც ნოდაკარგოთ, სასოს ნოდაკარგოთ, გააგრძელეთ ბრძოლა, გააგრძელეთ შრომა და უფალი აუცილებლად ნაგეხმარება და ამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. კეთილი, კვლავ მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ? ისაუბრეთ ეთერში ხართ. მოგესალმებით, მივესალმებით ტელევიზიას, მივესალმებით ამპანს და სტომას, დიდი მოფერებითა და დიდი ხარისხებით. მადლობა. ახლა რა შეეხება კითხვას? აი ადამიანს რაც კაცობრიობა არსებობს ყოველთვის კონტროლის და სრულყოფილებისაკენ მიისწრაფის და ეს უნდა ღმერთის გარეშე. და ამასთან დაკავშირებით რატომ ცდილობს ასე ადამიანი განმარტება ხოლმე სტომას? მადლობა სინას და დიდი სიყვარულითა და მოფერებით. მადლობთ, გაგახაროთ ღმერთს. ნახე ძალიან კარგი შეკითხვა არის თან ახლა თქვი ჩვენ იმყოფებით დიდი მარხვის პერიოდში და მარტივი გზა არის ხომ რომ გამოვიდე ჩვენ საკუთარი თავიდან და დავიწყოთ მოძრაობა გარეთ ხომ აი სხვაში აღმოვაჩინოთ ცოდვები რაღაცა მივახციოთ რაღაცას ადამიანმა ყველაფერი შეიძლება გამოიგონოს ყველაფერი შეიძლება მოიწიოს ძალიან დიდ აღმოჩენებამდე მივიდეს დიდ მიღწევებამდე მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ყველაზე დიდი მიღწევა და ყველაზე დიდ სულიერ წარმატებად ითვლება ის, როცა ადამიანი ჩაღმავდება საკუთარ თავში და საკუთარ ცოდვებს დაინახავს. აქედან გამომდინარე იწყება უკვე მერე თავმდაბლობის მოხვეჭის გზა და უკვე ძალიან ახლო ხიდი იბმება ადამიანსა და ღმერთს შორის, რომ ეს ურთიერთობა შედგეს. წმინდა სახარება და ზოგადად წმინდა წერილი გვაჩვენებს ჩვენ იმას, რომ ამპარტაუნება და ეს მიმომწვრილობა, გარე-გარე ხეტიალი არის ადამიანის ღმერთისაგან განმეშორებელი. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დავბრუნდეთ საკუთარ თავში, რადგანაც საკუთარ თავში, აი გულის სიღრმეში უნდა მოხდეს ჩვენი შეხვედრა უფალთან, სხვაგან ცაში ვეძებოთ, იქეთ ვეძებოთ, აქეთ ვეძებოთ, ესე ბუნებრივი არ არის უფალი. ხომ აი წმინდანების შემთხვევაში ისინი ხშირად ძალიან მცირე კელიაში იყვნენ, საერთოდაც არ გამოდიოდნენ ამ კელიიდან, მაგრამ ახერხებდნენ იმას, რომ გონება და გული განეწმინდათ და უფალი მათში დამკვიდრებულიყო და შემდგომში უკვე საკმარისი იყო მათი ერთი სიტყვა და ხშირად სამყაროს ბედი წყდებოდა, ხომ? წმინდანების ლოცვით ძალიან დიდი სასწაულები აღესრულებოდა, რომლებიც ზოგადად საკაცობრიო, ასე ვთქვათ, საქმეებად იყვნენ გადაქცეული რიგ შემთხვევებში. ეს უნდა ვიქადაგოთ, რომ ყველაფერი კარგია, ყველაფერი საჭიროა, მაგრამ ყველა ადამიანმა გარკვეული დრო უნდა დაუთმოს ღვთისმსახურებას საკუთარ თავში ჩაღრმავებას, რომლის გარეშეც შეუძლებელია უფალთან თანაზიარების მოხვეჭა. როგორც ფსალმუნის წიგნში წერია, მოიცალეთ და გულისხმა ყავთ, მე ვარ ღმერთი. აი ეს მოცლა ნამდვილად აუცილებელია და რაღაცა ჟამეთ ლოცვის დროს, წირვაზე წასვლის დროს, რომ ყოველივე წუთისოფლის საზრუნავი დაუტევოთ, რომ ჩვენში რაღაცნაირად აღორძინდეს მადლი, რომელიც არის და დაემატოს ამას კიდევ სხვა მადლნი. კეთილი თაკო გწერს, გარდაცვალების შემდეგ ისევ თავიდან მოხდება თუ არა განკითხვა მათი, ვინც სასუფეველში მოხვდა და ახსოვს თუ არა ადამიანს ამ ქვეყნიური ცხოვრება და ახლობლებიო. კი, ეს მეხსიერება მიყვება ადამიანს, მეხსიერება მიყვება, რა თქმა უნდა, ადამიანს და ადამიანის განკითხვა, როგორც ვიცით, არ ხდება მიწიერ ცხოვრებაში, შეიძლება ძალიან ბევრი ცოდვა ჩავიდინო, მაგრამ უფალი არ განმეკითხავს ბოლო მომენტამდე მაძლევს საშუალებას, რომ გამოვსწორდე, მაგრამ არის ესეთი შემთხვევაც, რომ შეიძლება ადამიანმა რაღაცნაირად ვერ მოასწროს მიწიერ ცხოვრებაში, სანამ ის იმყოფება წუთისოფელში. სულიწმინდის მადლის მოხვეჭა, სინანულის ნაყოფის გამოღება, გარკვეულწილად მიუახლოვდეს მაჩვენებელს
უფალი კიდევ აძლევს ადამიანს იმის საშუალებას, რომ ცხონდეს და გადარჩეს. აი გარდაცვალებიდან 40 დღე გარდაცვლილის ახლობლებს აქვთ საშუალება, რომ აღასრულონ არაერთი მსახურება, მიცვალებულზე იქნება ეს წირვაში მოხსენება, შეკვეთილი წირვა, პანაშვიდები, პირადი ლოცვა, სიკეთეების აღსრულება და უკვე მე-40 დღეს ხდება ადამიანის პირადი სამშობლო, განკითხვა. და თუ ადამიანი პოტენციურად არის მზად იმისთვის, რომ უფალთან ერთად გააგრძელოს ცხოვრება, აღმოაჩნდება ასეთი სიყვარული, ასეთი ღვთისმსახურება, ასეთი თავმდაბლობა, რომ უფალთან ერთად იცხოვროს, ყველა უყვარდეს, ყველას გაღიმებულ სახეს უყურებდეს სასუფეველში და ამითი დატკბეს თავადაც და ამითი გაიზარდოს, უფალს ყველა ხონება უნდა და რაზე საუბარი ჩვენ რო გვინდა უფალს ბევრად მეტიჯერ უნდა ჩვენი კარგად ყოფნა და ის ამისთვის ვარზე გაეკრა და ენით გამოუთქმელი ღვაწლი იტვირთა და რაც შეეხება ახლა მე-40 დღეს ვინიცობა აქაც რაღაც არ ეყვა ადამიანს ეს მოცემულობა რომ თქვა შევიდეს სასუფეველში და თქვა წავიდა ადამიანი სული ჯოჯოხეთში სადაც არ არის ღმერთი ყველგან თქვა ჯოჯოხეთია კიდევ არის გარკვეული საშუალება შანსი მოდი ესე ვთქვათ მეორედ მოსვლამდე ხომ როდესაც ჩვენ ვიხსენიებთ გარდაცვლილთა სულებს მათ სახელზე სიკეთეებს ვაკეთებთ ხომ აი ეს ყველაფერი იქნება ნამდვილად სასწორის ერთ მხარეს დადებული და საყოველთაო განკითხვის ჟამს შესაძლოა ეს ადამიანები ამოვიდნენ მდგომარეობიდან და საყოველთაო განკითხვის ჟამს ცხონდნენ. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც სასუფეველში იმყოფებიან, ეხლა დღევანდელი მონაცემებით და რა თქმა უნდა აუცილებლად მოხდება და იქნება მეორე მოსვლა საყოველთაო განკითხვა, არანაირი დაეჭვება არ არის რომ ისინი დაქვეითებიან. სასუფეველი სწორედ იმით განსხვავდება სამოთხისაგან, რომ სასუფეველიდან ადამიანი უკან აღარ დაიხევს. ანუ აი ეს ცხოვრება, რასაც გადის ადამიანი და აი ამ ცხოვრებაში მრავალგზის გამოხატავს აი თავის თავისუფალნებას, რომ უნდა უფალი აღსარებას ვამბობთ და ასე შემდეგ. აი ამ მიწიერი ცხოვრების დატოვების შემდეგ თუ კი რომელიმე ჩვენთაგანი და ღმერთმა ქნას რომ ყველანი აღმოჩნდეთ სასუფეველში ხომ აღმოჩნდებით, მე იქიდან უკვე აღარ დავქვეითდებით. ერთადერთი რამ იქნება ასე ვთქვათ აღსასრულებელი იმ ადამიანებზე, რომლებიც ახლა სასუფეველში არიან და მეორე მოსვლის დროს სასუფეველში იქნებიან, მათი სხეულები უნდა შეუერთდნენ სულებს. აი ეს ჩვენ ვიცით, რომ სულის და სხეულის განშორება არის დროებითი და საყოველთაო აღდგომის ჟამს ყველა სხეული, აბსოლუტურად ყველა ადამიანის სხეული აღდგება. ხომ რა თუნდაც ცხოველმა შეჭამა, თუნდაც ზღვაში დაიხრჩო, თუნდაც დაიწვა ცეცხლში, რა თქმა უნდა, ვინც მიწაში დაიმარხა, ვინც აკლდამაში დაიდო, არ აქვს მნიშვნელობა, ყველა სხეული აღდგება საფლავებისაგან და ყველა აღდგება უხრწნელებაში. ოღონდ რა თქმა უნდა, ზოგი იქნება უფალთან და ზოგი არ იქნება უფალთან. ვისაც მთელი სული და გულით, მთელი არსებით უნდა უფალთან ყოფნა, რაწმუნებული ვარ უფალი იმ ადამიანებს არ მიაკლებს თავის სასუფეველს და სულიდან გამომდინარე კიდევაც არის ღვაწლი, ხომ? არის ჭეშმარიტი წმენის მოძიება პირველ რიგში. მე თუ მინდა ჭეშმარიტებასთან ვიყო, უნდა მოვიწიო ჭეშმარიტება და ამის შედეგად უკვე კიდევაც თავად ჭეშმარიტებას მიპოვის მე და მეც ვიპოვი ჭეშმარიტებას, როგორც ეს ხდება მოციქულების და წმინდანების შემთხვევაში. ეს არის გადამრჩენელი ჭეშმარიტის სარწმუნოება. კეთილი მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. საღამოშიდობის მამებო. საღამოშიდობის. მე ასეთი კითხვა ვსწრებთან. დიახ. ბიბლიის სახარების განმარტებას ვკითხულობ ხოლმე. მათეთ სახარების განმარტებაში წერია მამაო ჩვენოს განმარტებაში, რომ თავი უნდა აწიოს მაღლაო და ისე უნდა თქვათ, რომ მამაო ჩვენო. ხო და რამდენიმე მოძღვარს ვკითხე, რომ თუ მე კიდევ მიყვარს, რომ თავჩახრილი ვამბობ ხოლმე მამაო ჩვენოს, ეს ჩემი აზრით თვითონ პატივისცემ თავს და ძალებას გამოხატავ. თვითონ ჩემი აზრით და რამდენად მართალი არის ესე იგი ეს მამაოდის ნათქვამი, რომ არაო შეგიძლიაო თავი დახაროო და ამ სახარების განმარტებაში კიდე წერია, რომ პირიქითო თავი მაღლა უნდა აწიო და ისე უნდა თქვა მამაო ჩვენო. შეიძლება რომ ამაზე განსაკუთრებული მადლობა. გაიხარით. რა არის ეს ინდივიდუალურია ხა საერთოდ ლოცვის დროს უნდა ვეცადოთ რომ უფრო აქცენტირებული ვიყოთ იმაზე რომ უფალთან კავშირზე გავიდეთ ხომ აი ერთ-ერთ ლოცვაში წერია მოვიდრე მუხლთა გულისა ჩემისათან ხო ჩვენ შეიძლება ხორცელად მუხლი მოვიყაროთ მაგრამ სხეული სხვაგან ფიქრები სხვაგან ვიყოთ და წარმოსახვებით
საერთოდ რა ხდება რომ ლოცვის დროს ჩვენ ვდგავართ და როგორც კი დასრულდება ლოცვა, მერე ხდება, ასე თქვათ, მოხრა, აი თქო, არის ხოლმე ხშირად ესეთი შემთხვევები, რომ ადამიანი პირჯვარს იწერს და თვითონ ესე იგი პირჯვრის გადასახვის პროცესში იხრება, ან სხვა მოძრაობებს აკეთებს. უფრო სწორი არის რომ ლოცვის დროს დავდგეთ, სწორი არის რომ ესე დავდგეთ, ეხლა ძალიან თავიცებით არ უნდა ავწიოთ და არც ან ესე ჩვეულებრივად სტანდარტულად დავდგეთ, სული და გულით ყურადღებით ვილოცოთ. შევეცადოთ რომ ღმერთთან გავიდეთ კავშირზე და გამოვითხოვოთ მისგან წყალობა, იგივე პირჯვის გადასახვის დროს და შემდეგ შეიძლება რომ თქვათ გავაკეთოთ მცირე მეტანია, ან დიდი მეტანია, ან თქვათ არის ხოლმე რომ ესე დაჩოქილი ვამბობთ, არ მოვთქვამთ მამაოჩვენოს ლოცვას და მერე შუბს შედარებით ესე მიწისკენ ხრით და უფრო კარგი იქნება რომ ლოცვის დასრულების შემდეგ გავაკეთოთ ეს და თვითონ ლოცვის დროს რაღაცა სტატიკური მდგომარეობა შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ ზედმეტი მოძრაობები ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, გარკვეულ სისხლის დუღილს იწვევს ადამიანში ზედმეტი მოძრაობები და ეს ხელს უშლის ყურადღების მოკრებას. და თუ ყურადღება არ იქნება ლოცვის დროს, ჩვენი ლოცვა შეიძლება ყულად სიტყვების წარმოქმნა იყოს და მეტი არაფერი და ჩვენი ლოცვად არ შეგვერაცხოს. ასე რომ ჩემო კარგო, ილოცეთ, ჩვეულებრივად, ბუნებრივად დადექით, ეცადეთ ყურადღება მოიკრიბოთ, ხოლო მამაოჩვენოს ლოცვის დასრულების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ერე უკვე ბოლოში ქედი მოიდრიკოთ და თქვენი შუბლი ეს მიწისკენ დახაროთ. თუ ფეხზედ გახართ, შეგიძლიათ დიდი მეტანია გააკეთოთ ან მცირე მეტანია გააკეთოთ. კეთილი. გავაგრძელოთ ჩვენი Facebook კითხვები. ესეთი კითხვა არის. გთხოვთ მირჩიოთ რამდენი ხანია მაწუხებს ეს მდგომარეობა რის ხანების დროს მომდის საშინელი სიტყვები შვილების მიმართ გულში. მთელი დღე ამ სიტყვებს ვებრძვი და ძალა გამომელია მაწუხებს მაწყევარობის სიტყვები გულშიო. ხოთ გამწევ. ამ დროს საუკეთესო მეთოდი არის რომ საერთოდ უყურადღებოთ დავტოვოთ ეს გმობის გულის სიტყვები, რისხანების გულის სიტყვები, არ მივაქციოთ ყურადღება, რადგანაც ესენი ჩვენი არ არიან, მოდიან ბოროტისგან და ამ დროს კარგი არის რომ ფიქრის ღვარამეზე გადავიტანოთ, რაც მეტი ხანი დაუწყებთ თამაშს და ჭიდილს და ამ აზრებს და ფიქრებს, რაღაცას ის გვეტყვის ჩვენ აქედან რაღაცას ისი არა, ასე არა, უკვე გადავდივართ იმ ტრის მოედანს ასე ვთქვათ და ეს უკვე თავისთავად წაგებული ბრძოლა არის. ამიტომ ეცადოთ რომ აი ამ დროს მაქსიმალურად აი მოკლე ლოცვა, იესოს ლოცვა, ღვთისმშობლის ლოცვა, მეზვერის ლოცვა, რომელიმე ლოცვა, რომელიც თქვენ გაგიხარდება ჩემო კარგო, წარმოთქვათ რამდენიმეჯერ სანამ არ მოგშორდებათ აი ეს მტანჯველი და თავს მოხვეული აზრები და ფიქრები. და ეს არის ბრძოლა, ხომ, საკუთარ თავთან. შეიძლება დღეს თქვენ ვერ დაამარცხოთ, ახლა ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ, რაც არ უნდა მოცემულობა მოგცეთ, ესე მარტივად არ არის, ასე ვთქვათ, არ ხდება ამაზე გამარჯვება, დროთა განმავლობაში თუ კი თქვენ იბრძოლებთ, აუცილებლად მოიშორებთ თავიდან აი ამ შემაწუხებელ ფიქრებს და აზრებს, რომელიც თქვენ არ გინდათ და თქვენი არც არის ბოროტისგან მოდის. მოკლედ საუკეთესო მეთოდი აქ არის მოკლე ლოცვები, გამეორება არაერთხელ და ასევე მცდელობა რომ ყურადღება არ მივაქციოთ მათ და ვთქვათ რომ ესენი ჩვენი არ არიან და დავანებოთ თავის საერთოდ. კეთი გვწერს ესეთი გამოთქმაო თავში ქვაგიხლია და ჯანდაბას ითვლება თუ არა წყევლაში და უნდა ვთქვათ თუ არა აღსარებაში. აუცილებლად ითვლება წყევლაში, ადამიანის თითოეულ სიტყვას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ან თქვათ ადამიანს რო ეუბნები შენ ამას ვერ გააკეთებ, შენ ამას ვერ ჩააბარებ გამოცდას. აიგრევე წყეული ადამიანს. პირიქით ჩვენ ერთმანეთი დადებითად უნდა დავმოხდოთ, შენ მიაღწევ ამას აუცილებლად და შენ იცი რა არის შენი ამ სიტყვით რაღაცა მნიშვნელოვან წილად ზრდი საქმის უეჭველობის მაჩვენებელს, რომ ის ადამიანი უეჭველად მიაღწევს ამას, რომ შეუძლებელი არაფერი არ არის, ხომ? და როცა ადამიანს ეტყვის რომ შენ ამას ვერ იზნამ, იმას ვერ იზნამ, ასე თავში ქვაგიხლია, შეიძლება ეს მართლა შესრულდეს, იმიტომ რომ მე არაერთხელ უკვე გავხდი მომსწრე იმისა თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ადამიანის მე გამოთქმულ სიტყვას. კი სახარებაში წერია, ხომ? რომ ყოველი სიტყვა ფუჭი ამო, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ ღვთის წინაშე და ჩვენი სიტყვებით გამომართლდებით და ჩვენი სიტყვებით ავიჟებით. და აი პრაქტიკულ ცხოვრებაში თუ დავაკვირდებით, ნახავთ რომ აი თითოეული სიტყვა, რომელიც ჩვენ თქვით, ცხოვრებაში ყველაფერი სრულდება და ძალიან ხშირად სრულდება ცუდად. ჩვენ წარმოვიდგინეთ რომ კარგად შესრულდეს და სრულდება ცუდად. ამიტომ ნუ რაფერს ესე უსურვებთ ესეთ ცუდ ადამიანებს
და ეს რაღაცა თქვა შაბლონად ქცეული გამონათქვამები ამოვიგდოთ თავიდან, რაც უფრო მეტად არ გავავრცელებთ, მეტად არ გავრცელდება და მალე მოეღება ბოლო აი ამავ გამონათქვამებს და არანაირად ქრისტიანის სამეთყოლო ენაში ეს არ უნდა იყოს. სახარებაში წერია რომ თუ კი თქვენ ეტყვით ესეთი სიტყვები წერია რაკა და ცოლ, ხო, სულელო, ესეთ მსგავს სიტყვებს ერთმანეთს, თქვენ ღირსი იქნებით უკვე თანამდები იქნებით გექენიის და საუკუნოს სასჯელის უფალნამობს სახარებაში. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს მიერ წარმოქმნილ სიტყვებს. როგორც ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი, ყველა ცოდვის დასაბამი არის ეს ფუჭი და ამაო სიტყვების წარმოქმნა. ესეთი ლოცვა არის, ხო? დასდე უფალო, საცოლი პირსა ჩემსა და კარიცნელი ბაგეთა ჩემთან. ნუ მისდრე გულსა ჩემსა სიყვათა მიმართ გეთურების. მიზეზებად მისესთა ცოდვისად. ევოთ, კეთილი მამო. ესეთი კითხვა არის მიცვალებულთა მოხსენიების დღეზე რომ გვესაუბროთო და რა შეგვიძლია ამ დღეს მათი სულებისთვის გავაკეთოთ. საერთოდ ძალიან ხშირად სვამენ ამ შეკითხვას რა გავაკეთოთ მიცვალებულებისთვის და ნუ ყველაზე მთავარი რაც წარმოჩდება და მაშინვე ჩვენ ვეუბნებით ეს არის შეკვეთილი წირვა გაუკეთე ანაშვიდები გადაუხადე პირადად ჩვენ მისთვის ილოცე კეთილი საქმეები აღასრულე მაგრამ ყველაზე მთავარი კიდევ სხვა რამე არის არის ხოლმე ესეთი შემთხვევები რომ ადამიანმა გაუკეთა თავის გარდაცვლილ ახლობელს შეკვეთილი წირვა მაგრამ თვითონ მის გულში არაფერი არ ხდება ხომ გარდაცვლილი სულები მაშინ არიან მშვიდად და მაშინ არიან წყნარად როცა ჩვენ ქრისტეს გზაზე ვდგავართ ხომ სახარებაში აღწერილი არის ერთ-ერთი ურჯულო ადამიანის მდგომარეობა რომელიც ჯოჯოხეთში მოხდა უწყალო მდიდარი და ის შეწუხებულია თავისი ძმების ცხოვრების წესის გამო, რომლებიც არ ცხოვრობენ რჯულის მიხედვით და მათ არ ჯეროთ საუკუნო ცხოვრების არსებობა. და ნახეთ როგორ არის რომ ისინი სადაც არ უნდა იყვნენ, კარგად იქნებიან, ანუ ჯოჯოხეთში რა თქმა უნდა ისე ვერ იქნები კარგად, მაგრამ ერთგვარი აი ამ რაღაცის დაკმაყოფილება ადამიანური აი ამ ბუნებითი სიყვარულის, ხომ, რომ მისი ახლობლები კარგად იყვნენ, ეს ყველას აქვს, ხომ? წარმართებსაც აქვს სახარებაში წერია. არის ის, როდესაც გარდაცვლილის ახლობლები, რომლებიც დედამიწაზე დარჩენ და აგრძელებენ ცხოვრებას, დადგნენ ღვთის გზაზე. დაიწყონ სახარების კითხვა და ზოგადად დაიწყონ ეკლესიური ცხოვრება. აი ეს არის ყველაზე დიდი შესაძლებელი, რაც შეიძლება ადამიანმა გაიღოს გარდაცვლილისთვის. როგორც ფსალმუში არის დაწერილი, მსხვერპლი ღვთისაა სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული. ღმერთთან არა შეურაცხყოფს. აი ჩვენს ადამიანში ყველაზე მეტად გამოიყოფა სული, გული და გონება. და უნდა ვეცადოთ რომ აი სწორედ აი ამ სამი მაჩვენებლით დავუკავშირდეთ უფალს და რამდენადაც ჩვენ დავუკავშირდებით უფალთან და აი ამ გადაწყვეტილებას რომ უფალთან მოძრაობა დავიწყოთ, მივიღებთ იმ გარდაცვლილის სულის საპატივცემულოდ, რომ აი მე ის გარდაიცვალა და მის საპატივცემულოდ ვიწყებ ეკლესიურ ცხოვრებას, აი ეს იქნება ყველაზე დიდი შესაძლებელი და ყველაზე დიდი შეწევნა იმ გარდაცვლილის სულისთვის. ოღონდ უკან აღარ უნდა დავბრუნდეთ არასდროს. სულ წინ უნდა ვიაროთ. რაც შეეხება მიცვალებულთა მოხსენიების დღეებს, ეხლა დიდი მარხვის პერიოდში ვიმყოფებით, დიდი მარხვის მეორე, მესამე, მეოთხე შაბათები არის მიცვალებულთა ხსენება და ჯერ კიდევ გრძელდება ეს პერიოდი და შეგვიძლია რომ მივიდეთ აზრებში სადაც აღესრულება წირვები, აღესრულება პანაშვიდები, ჩვენ შეგვიძლია ინდივიდუალურადაც შეუთანხმდეთ მოძღვარს და ან პერსონალურად ჩვენთვის გადაიხადოს პანაშვიდი. ნუ მოკლედ თავარია ჩვენ მოვინდომოთ, თორე საშუალებები არის უამრავი, რომ ჩვენმა მიცვალებულებმა გარკვეული შვება და მადლი მიიღონ ჩვენი აღსრულებული მსახურების შედეგად. რომ როგორც ბრძანებს პავლე მოციქული, თუ კი ჩვენ გვწამს, რომ ქრისტე ჯვარზე გაეკრა და აღდგა, მაშინ ჩვენს მიცვალებულებსაც უფალი აცხოვნებს. აი ეს არის ქვაკუთხედი ჩვენი მოღვაწეობის მიცვალებულებთან მიმართებაში, რომ ჩვენ თვითონ გავძლიერდეთ რწმენაში, რომ ამის შედეგად მიცვალებულებმა ნუგეში მიიღონ და ისინი ქრისტესთან მივიდნენ. კეთილი, მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. დიახ, ისაუბრეთ ეთერში ხართ. იცით რომ პროგრამა ინტერესებს, ვარ დიდი სპორტმუნელი და ერთი და იგივე ცოდვას ხშირად ვლაპარაკობ ეს არის აღობის ცოდვა და გარდაცვალების შემდეგ ნუ თუ მაპატიებს ხალი ამას ეს და შევეკითხო და რა უნდა გავაკეთო იმისათვის რომ მაპატიოს მერთმა მადლობა კითხვისთვის. აუცილებლად მოგიტევებთ უფალი, თავად უფალი ჩვენ გვადებს ცნებას, რომ
ერთი დღის განმავლობაში 7-ჯერ 70-ჯერ აპატიეთ ერთმანეთს და რაოდენ უფრო ის დიდი არის ღვთისმოწყალება. ოღონდ სახარების მიხედვით ირკვევა რომ უფალი აპატიებს მხოლოდ იმათ, ვინც ითხოვენ მშენდობას, ხო? აღსარების და სინანულის გზით. ხო, საიდუმლოში, ხო? ადამიანს უნდა ქონდეს სინანული თავის ჩადენილი ცოდვების გამო და უნდა თქვას აღსარება სასულიერო პირის წინაშე. ეს არის ღვთივმოცემული გზა ადამიანის ცოდვების მიტევებისთვის და ეს არის უდიდესი ბედნიერება. ამ ბედნიერებას ადამიანი ამ ცხოვრებაშივე იგრძნობს. როგორც დაწერილია, ხო, ფსალმონის წიგნში, რომ ნეტარ არის, რომელსა მიეტევა უშჯოლოება და რომელსა დაეფარა თავისი ცოდვები. და უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უცოდველი ადამიანი არ არსებობს. ერთი დღეც რომ იცხოვროს ადამიანმა მაინც ვერ შეძლებს რომ აბსოლუტურად უცოდველად იყოს, რაღაც მაინც შეეპარება ცოდვა. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის სინანული და აღსარების ჩაბარება. და ჩვენ დავეჭვდებით იმაში, რომ უფალი არ გვპატიობს. ეს უკვე ურწმუნოება. შეიძლება ეს უკვე ეჭვი გადავიდეს მინდა ზიარებასთან მიმართებაში მერე სხვა საიდუმლოებებთან მიმართებაში, რომ აი რო იკურთხევა მღვდელი მართლა გადმოდის თუ არა მასზე სულიწმინდის მადლი. ან თქვა როცა ხდება ქორწინების საიდუმლო ჯვრის წერა, მართლა ხდება თუ არა ორი ადამიანი ერთი, თქვენ აღარ ხართ ორნი, ერთ ხორცს ხართ, ერთ სულ ხართ, ხო? ეკლესია ამას ეუბნება. თოლქმარს და აი ეს ეჭვები ბუნებრივია, გარკვეულწილად შეიძლება ბოროტის ნება იყოს, რომ ჩვენ ურწმუნოებაში გადაგვიყვანოს 100%-ით უნდა გვეჯეროს, რომ უფალი აუცილებლად ყოველთვის მოგვიტევებს, როცა შენდობას ვითხოვთ. უბრალოდ თავარი არის, რომ აი ამის შემდეგ როგორ გავაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ეხა მე ერთხელ ასე ვთქვათ, სინანულს გამოვხატავ, აღსარებას ჩავაბარებ და ამით უკვე всё წმინდანი გავხდები. ყოველდღიური ჭიდილი არის აუცილებელი საკუთარ თავთან. ჩვენ ვახსენეთ რამდენიმე წუთის წინ, შეიძლება რამდენიმე წელი დავჭირდეს ერთ და იგივე ცოდვასთან საბრძოლველად, რომ აი ეს ცოდვები ამოიძირკოს ჩვენგან და ცოდვების საპირისპირო სათნოებები დამკვიდრდეს ჩვენში. რეალურად გამოსავალი ეს არის. ახალ აღთქმაში იმიტომ არ არის აკრძალვები, რომ პირიქით მოწოდებები არის, რომ საპირისპირო სათნოებები შეიძინე და მოიპოვე შენ. არა იპარო კი არა, მიდი და შენ მოწყალება გაიღე. თუ მოწყალებას არ გაიღებ, არ იქნები შეწყალებული, ხომ უფალი პირდაპირ ამბობს. ეტარიყვნენ მოწყალენი რამე თვიგინი შეიწყალენ. რა თქმა უნდა, არა იპარო იქაც არის, ახალ აღთქმაშიც არის, მაგრამ ახალ აღთქმაში აკრძალვები ნაკლებად გვაქვს, უფრო არის მოწოდებები, რომ საპირისპირო სათნოებები მოვიპოვოთ და ეს არის გამოსავალი. ამით გვეშველება ჩვენ. კეთილი. მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? მშვიდობისას. სამშვიდობისას. დაუწეთ მამაო. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და საინტერესო საუბრისათვის და მე თუ არ შეგაწყვეტ ორი კითხვა მაქვს. პირველი კითხვა ჩემი ეხება აი ახლა დიმახვაში ვარ და პიროშეწირულის ლიტურგიები მსახურება ტარდება ტაძრებში. ძალიან საინტერესო იქნება რომ უფრო კიდევ აი განგვიმარტოთ აი შინაარსი მაინც პიროშეწირულის რატომ მაინც დიმახვაში და ეს მსახურება განსხვავებულია კი, მაგრამ აი შინაარსით უფრო რას მოიცავს ეს მსახურება უფრო შინაარსით, აი რა დევს მაინც მიზანი ამ მსახურების. და მეორე კითხვა, აი ახლა შვიდგზის ეთიცხებას დიმახვაში გვაქვს ძირითადად აი როდის შემოვიდა ჩვენში ქრისტიანებში შვიდგზის ეთიცხება და უფრო განსაკუთრებულად კიდევ როგორ მოემზადოთ კიდევ და როგორ შევხვდეთ შვიდგზის ეთიცხება. მადლობა კითხვებისთვის. მადლობა. თქვენ უკვე ასე თქვათ გარკვეულწილად ემზადებით კიდევაც ესეთ შეკითხვებს რომ სვამთ, ეს ძალიან კარგი არის. თქვენ აი ეს თვითონ ეს ძიება ხომ უფრო მეტად განგაცდევინებთ უფლის მადლს, იმიტომ რომ ესე პირდაპირ ადგედა მიხვიდე, რა თქმა უნდა კარგი არის, მაგრამ შენ რომ უკვე წინასწარვე ემზადები ამ საიდუმლოებების მისაღებად, რაც არის წმინდა ზიარების საიდუმლო, იქეთ ზეთის კურთხევის საიდუმლოში მონაწილეობის მიღება, ეს უნიკალური რამ არის. როგორც ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი, განვემზადე და არა შევიწწუნდი. ხომ წინასწარი მომზადება ყველაფერს ჭირდება. რაც შეეხება პირველ შეწირულის ლიტურგიას, ეს მინდა გრიგოლ დიოლოგოსის დაწესებული არის. გახსენებათ თავდაპირველად პირველი ზიარება მოხდა საიდუმლო სერობის დღეს, როდესაც უფალმა მოციქულები აზიარა, შემდგომში უკვე გაჩნდა
იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი ვინც იყო იაკობი, რომელიც იწოდება მაცხოვრის ხორციელ ძმად, მან შეადგინა პირველი წესგანგება წირვის, რომლის მეშვეობითაც თქმა უნდა სასულიერო პირები აზიარებდნენ მრევლს, თვითონაც ეზიარებოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში უკვე ეკლესიამ ძალიან კარგად დაინახა, რომ ადამიანები გარკვეულად ვერ ადაპტირდნენ აი ამ წირვაზე, საკმაოდ ვრცელი იყო იაკობ მოციქულის წირვა და შემდგომში უკვე მე-4 საუკუნეში წმინდა ბასილი დიდმა იაკობის წირვის მიხედვით შეადგინა, თქმა უნდა, წირვა, რომელიც სწორედაც დიდი მარხვის პერიოდში აღესრულება უმეტესილად, დიდი მარხვის პირველ 5 კვირას აღესრულება ბასილი დიდის წირვები, დიდ ხუთშაბათს, დიდ შაბათს და კიდევ მისი ხსენების დღეს წელიწადში 10 ჯერ არის წლის განმავლობაში და როდესაც უკვე დაინახა ეკლესიამ, რომ ხალხი ამაზეც თქვათ ყოველდღიურ რეჟიმში ვერ ადაპტირდებოდნენ, უფრო ერისკაცებზე არის აქ საუბარი, რომლებიც უმძიმე შრომაში იყვნენ ყოველთვის ქრისტიანები, ხომ აი შენი ოფლით მოიპოვე არსობის პურიო, ამის შემდგომ კიდევ გადის რამდენიმე წელი და იოანე ოქროპირმა კიდევ უფრო ლაკონურად, ასე ვთქვათ, მოგცა წირვის სტრუქტურა, იოანე ოქროპირის წირვა გაჩნდა უკვე საეკლესიო პრაქტიკაში, ეს მიიღეს უკვე მსოფლიო მართლმადიდებელმა ეკლესიამ, მსოფლიო კრებებმა დაადეს ბეჭედი, რომ ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო, ასე ვთქვათ, გამოყენებული ღვთისმსახურებაში, მაგრამ გაჩნდა კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, რაღაცა სივრცე, მოდი ესე ვთქვათ, მორწმუნეების ცხოვრებაში. დიდი მარხვის პერიოდი არის უნიკალური პერიოდი, რომლის დროსაც არ აღესრულება ჯვრისწერები, ეკლესია გადადის სინანულის მსახურებებზე, რომ სხვა რაღაც საზრუნავი არ ქონდეს ადამიანებს, გარდა ერთის, რომ საკუთარ თავში ჩააღრმავდეთ, დამთავრდა უკვე ყველაფერი. ეს არის დრო, რომ საკუთარ თავს დაუთმოთ დრო და აქ იყო ესეთი შემთხვევები, რომ შაბათ-კვირას, ჩვენ ვიცით, რომ დიდი მარხვის პერიოდში მხოლოდ შაბათ-კვირას აღესრულება მსხვერპლ შეწირვები, იოანე ოქროპირის და ბასილი დიდის წირვები, აგრეთვე ხარებას, თქმა უნდა, ხარების თუ შუა კვირაში იქნება აღესრულება წირვა, არ იყო საკმარისი მორწმუნეების განსამხვრთობად, რადგანაც იყო შემთხვევები, რომ შაბათ-კვირას თუ ადამიანი ვერ მიდიოდა ტაძარში, უკვე დიდი შვალეთი გამოდიოდა ადამიანს და ნახევარი თვე ფაქტურად უზიარებელი რჩებოდა. ამიტომ წმინდა გრიგოლ დიოლოგოსმა შეადგინა უნიკალური მსახურება, ეს არის მწუხრის მსახურება, რომელშიც ხდება ზიარება. საინახდება ზიარება თუ არ არის მსხვერპლის შეწირვა. ხო, ისე იგი, როდესაც შაბათის წირვაზე, ან კვირის წირვაზე სასულიერო პირს აქვს ესეთი მოცემულობა, რომ მას შეუძლია რომ შეინახოს ქრისტეს ხორცი და სისხლი შესაბამის ჭურჭელში და აი ამ უკვე შეწირულ წვენზე, როდესაც იქნება ჩანიშნული შუაკვირაში პირველ შეწირულის ლიტურგია, აი ეს უკვე სამკვეთლოდან გადაბრძანდება წმინდა ტრაპეზზე და აღესრულება უკვე, როგორც ვთქვით, პირველ შეწირულის ლიტურგია. წირვა არ ქვია, მას ქვია ლიტურგია, სწორად აღნიშნა ეს და სწორად მოგცა შეკითხვა ქალბატონმა და ხდება მორწმუნეების ზიარება. ეს არის უნიკალური მსახურება, რომელიც საკმაოდ მოკლე დროში, ასე ვთქვათ, სრულდება. ამ მსახურებაში ჩართული არის ორჯერ არის ეფრემასურის ლოცვა 3 მეტანით, არის იესოს ლოცვა, არის გახსენება ძველი აღთქმიდან იმ ეპიზოდები, სადაც ადამიანები ცდილობდნენ ერთთან დაბრუნებას, განსაკუთრებით ეს ეხება შესაქმის წიგნს, სადაც მოცემული ადამიანების ისტორია 60-დან გამოდევნის შემდეგ და ჩვენც რეალურად ამ მდგომარეობაში ვართ, ხომ დიდი მარხვის პერიოდში ვხედავთ, რომ ჩვენ თურმე სათყოფილ ვართ, ხომ გამოგდებული ვართ 60-დან, ღვთისწიაღიდან და ვცდილობთ ღმერთთან დაბრუნებას და ადამიანის სულიერ მდგომარეობას კარგად ეთანადება მარხვის პერიოდს, პირველ შეწირულის ლიტურგია და ბუნებრივია ამ დროს ხდება მორწმუნეების ზიარება. მეტი ახლა ესე შეიძლება ესე დანარჩენი ხა ეს კვერექსები ძალიან ბევრი რამ მეორდება, რა თქმა უნდა და სტრუქტურულად მაინც შეიძლება იგივე იყოს, რომ აი ბოლოში დასკვნით ნაწილში ხდება უკვე მორწმუნეების ზიარება. სტანდარტულად აქ არ ხდება მოხსენება ცოცხლების, მიცვალებულების, როგორც ვთქვით, ეს მსახურება ყველაზე მეტად განკუთვნილია იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარ თავში ჩაიხედოს. აი ამაზე კეთდება აქცენტი და ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ მსახურების დროს მოვიპოვოთ მეზვერის სიმდაბლე და ამ თავდაბლობაში უკვე
ქრისტე უფრო მეტი სისავსით შემოვა ჩვენში. ეხლა რაც შეეხება ქალბატონმა ესეთი შეკითხვა დასვა, საიდან იღებს სათავეს ზეთის კურთხევის და ნაკურთხის ზეთის ცხება მორწმუნეებზე. ყველა საიდუმლო ქრისტეს მიერ არის დაფუძნებული, დაწესებული და სახარებიდან ღებულობს სათავეს, როგორც ეს შეეხება ზიარების საიდუმლოს, რომელზეც ვქვით, რომ საიდუმლო სერობიდან ღებულობს სათავეს ქრისტეს მიმდევრების ზიარება. ასევე ითქმის ზეთის კურთხევის საიდუმლოზე სახარებაში არის დაფიქსირებული ეპიზოდი, სადაც უფალი წარაგზავნის თავის მოციქულებს აქადაგებლად და იქ წერია მოციქულებზე, რომ ისინი სხებდნენ ზეთს უძლურ ადამიანებს და კურნავდნენ სნეულებს და ნაკურთხე ზეთის მეშვეობით ისინი გარკვეულწილად განდევნიდნენ ბოროტ სულებს ადამიანებიდან და იგივე იაკობ მოციქულიც თავის ეპისტოლეში ამბობს, რომ თუ კი ვინმე არის უძლური თქვენ შორის მოუწოდენ ხუცეს და ეკლესიისათა ილოცონ მისეთა სხონ ზეთი სახელითა უფლისაითა და ლოცვამან სარწმუნოებისამან აღადგინოს ეს სნეულიო და თუ კი რაიმე ცოდვა ექნება ადამიანს მიეტევება ამ დროსოვე პირდაპირ იაკობ მოციქული ამბობს ამას, ასე რომ ეს მსახურებები განაპირობებენ ჩვენ სულიერ განახლებას, ოდობის მოტევებას და რა თქმა უნდა დიდი ნაბიჯები იდგმება ღმერთთან თანაზიარებაში და აი ამ დროს ადამიანი უფრო მეტად იცლის დიდი მარხვის პერიოდში ადამიანები ბრუნდებიან და ეკლესიაში უფრო მეტად იცლიან საკუთარი სულებისთვის და ეს მსახურებები ეს სალბუნივით ედება ადამიანის ჩაკლულ სულს ხშირად და ჩვენ ხედავთ, რომ უკვე როდესაც დადგება აღდგომის დღესასწაული, როგორი სისავსით გალობს მთელი ერი ქრისტე აღდგას, ხომ? ეს მოკლე საგალობელია, მაგრამ მთელი კაცობრიობის ბუნების გამოხსნა და ამაღლება და ზეცაში დამკვიდრება არის ჩადებული საგალობელში. მაყურებელია კვლავ მოვისმინოთ კითხვა, გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. დიახ, გისმენთ. გისმენთ, გასვით. საყომშვიდობის. გაიხარ. მე ვარ მოწმე, მადიარებელი. ამჟამად ვარ ძალიან ცუდად დაავადებული ვარ. დამიდგინდა ლეიკემია. ვეღარ ცლოთულო. ლოცულო მაიძები ლოცულობები და ანონიმის კითხულობ მას თავი არაფერს არაფერს. სამლოცე ფამაოები. ღმერთო, დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გამოგაჯანმრთელოთ. მე თბილისში ვცხოვრობ და თბილისში დავდივარ სადაში და ყველაფერი და პარალელურად სოფელში 99 წელი დამყავს და იქაც სულ ხშირად სული ყავა დედაჩემთან ამაყოვებ მივატოვებ მე 75 წლის წარდა არაფერი დავაშავე მეთქი ის რომ იქაც რომ დავდივარ საზარში და აქაც რომ დავდივარ და იქაც რომ მედიარები და იქაც რომ ვაბარებ ახსარებას და აქაც და ღმერთმა გაგაძლიეროთ და ჯანმრთელად გამყოფოთ, გამოგაჯანმრთელოთ უფალმა. ღმერთი შეგეციოთ, მოთფინება არ მოგაკლოთ უფალმა, დაგიამოთ თქვენი ტკივილები და ყოველდღურად უფრო და უფრო უკეთესად გამختარიყავით. ღმერთმა დაგლოცოთ. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ნამდვილად არაფერს არ აშავებთ, როდესაც თქვენ ახლა თან ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ წარმოუდგენლად რთულია, რომ თითოეული ნაბიჯის გადადგმა ტაძართან მისასვლელად, ამიტომ სადაც უფრო მოსახერხებელია ახლოს იქნება ტაძარი, აუცილებლად იქ უნდა მიხვიდეთ და მიიღოთ წმინდა ზიარება, რომელიც არის ჩვენთვის უდიდესი ნუგეში და ღმერთთან იმაახლობელი და პირდაპირ გეტყვით, რომ გამორჩეული პერიოდი გიდგა ცხოვრებაში, რაც უფრო მეტად მოდის განსაცდელები და სნეულებები, მეტადაც მოდის მადლი. მე ერთს გისურვებ თქვენ, რომ მოთმინება შეინარჩუნოთ ბოლომდე და ღვთისადმი მადლიერება. ასევე აი სხვადასხვა ტაძრებში ზიარებას რაც შეეხება, ალბათ ჯობია რომ ერთჯერადად თქვენი მოწყვიდან აიღოთ კურთხევა ამასთან დაკავშირებით და როგორც კი კურთხევა გექნებათ, თქვენ უკვე დაისვენებთ ამ აზრისაგან, რომ რაიმეს ხომ არ ვაშავებ, რომ ესე ვაკეთებ. ნამდვილად არაფერს არ აშავებთ, მაგრამ როცა კურთხევით გააკეთებთ ამას, თქვენი მოძღვრის კურთხევით, მერე უკვე ორმაგის სისავსე და სიხარული და დაჯერება გექნებათ აი ამ ყველაფრის შედეგად. იცოცხლეთ, გაიხარეთ. ყველანი ღმერთის ხელში ვართ და
მე მჯერა რომ ღმერთი შეგეწევოთ და კარგად იქნება ყველაფერი. გაგაძლიეროთ ღმერთი. არა ვართ დასყვეული. რა თქმა უნდა. გავაგრძელოთ ჩვენ კითხვები. ესეთი კითხვა არის. მაინტერესებსო გარდაცვალების შემდეგ ჩვენ საყვარელ ადამიანებს თუ შევხვდებითო, ვიგრძნობთ იგივე სიყვარულს ერთმანეთის მიმართო და როდესაც სახლში ყავს მიცვალებული, რომელი ლოცვებიან ფსალმუნები იკითხებაო. 40-მდე უნდა წავიკითხოთ. რომელიც 40-მდე უნდა წავიკითხოთ. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ მე ხდება თუ ხდება დიდი შეხვედრა და განუშორებელი შეხვედრა, თორე ამ ცხოვრებაში გიხედავთ როგორც არის ეს აბსოლუტური მოუცლელობა, ერთმანეთს ვერ ვნახულობთ საყვარელ ადამიანებს და ხანდახან აი ტელეფონი რა არის ახლა და ის რაღაც ვიდეოზარი, რომელიც შეიძლება განხორციელდეს, ამასაც ვერ ვაკეთებთ ხოლმე რა, ხან იქ არ გწალია, ხან ვიღაცას ვესაუბრებით და ეს ყველაფერი არის უდიდესი შეზღუდულობა ჩვენ სიყვარულში. და ამიტომ არსებობს ესეთი ადგილი, რომელსაც ქვია ცათა სასუფეველი, სადაც ერთი ენა იქნება, ეს არის სასუფეველის ენა, არც ინგლისური, არც ქართული, არაფერი აბსოლუტურად, ეს საღვთისმსახურო ენა, უფლის ენა, მოდი ესე ვთქვათ, რომელიც ექნება ყველა ადამიანს, ვინც იქ იქნება. და იქ იქნება განუშორებელობა. სულ ერთად ვიქნებით. რეალურად ის, რაც ამ ცხოვრებაში ჩვენ გვაშორებს ერთმანეთს, ეს საქმეები, მოუცლელობა, ძილი ძალიან ხშირად დისტანციურობა, მე აქეთ თუ არის, იქეთ არის. ამ ყველაფერს ბოლო მოეღება და მარადისობაში ესენი არ იქნებიან. ასე რომ პირიქით ჩვენი სიყვარული უფრო მეტად დაგრძელდება მარადისობაში, განშორება დროებითია, არადიულად ჩვენ ერთად ვიქნებით. ოღონდ აქ ერთი რამ უნდა ითქვას აუცილებლად. ყველა შემთხვევაში ერთად ვერ ვიქნებით. ერთად ვიქნებით მაშინ, თუ აი ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ავიღებთ, რომ ჩვენ ვიაროთ ქრისტეს გზაზე და ვიყოთ ეკლესიის შვილები. ხომ შეიძლება ის მეორე გარდაცვლილი მთლად ესე ვერ დადიოდა ქრისტეს გზაზე, მაგრამ მე იმის გასაკეთებელსაც, ჩემს გასაკეთებელსაც, რომ პასუხისმგებლობით ავიღებ და აი უკან არ გავიხედო და სულ წინ ვივლი და ყოველდღურად ვილოცებ. ყოველდღურად რაღაცა შევეცდები, რომ კეთილის საქმე გავაკეთო, შევეცდები, რომ სუფთა სინდისი მქონდეს, უფალი შეიწირავს ამ სიყვარულს, აი გარდაცვლილის სულისადმი საპატივცემულოდ და აუცილებლად მარადისობაში ერთად დაგვამკვიდრებს. რაც შეეხება იმ ფსალმუნებს, რომელიც უნდა იგალობოს, მოდი ესე ვთქვათ, ახლა რეალურად ვკითხულობთ, ახლა ჩვენ იმ სულიერ სიმაღლამდე ვერ ვართ, რომ ეს სულიდან და გულიდან გამომდინარე, ასე გალობა დავარქვათ ამ ფსალმუნებას. ძირითადად ესე ვეუბნებით ხოლმე, რომ მე-17 კანონი ძალიან კარგად წარმოაჩენს. ანუ 118 ფსალმუნი, რომელიც არის მე-17 კანონი. საკმაოდ ვრცელია, ძალიან კარგად წარმოაჩენს ადამიანის სულის კავშირს ღმერთთან. ანუ ასე ადამიანი გადის მარადისობის წინაშე და ნუ როგორი გულის სიტყვები აქვს ადამიანის სულს. აგრეთვე ამასთან ერთად კარგი იქნება თუ რიგითობას გავყვებით კანონების, შეიძლება ესე რომ ეს ინდივიდუალურია, ახლა ამას არ აქვს რაიმე ისეთი დოგმატური მნიშვნელობა. დღეში თქვათ ერთი კანონი ვიკითხოთ ნუმერაციულად, დღეს პირველი კანონი და თქვათ მე-17 კანონი, ხვალ მეორე კანონი და ისე მე-17 კანონი და ასე შემდეგ. ან შეიძლება დღეში ერთი კანონი უბრალოდ წავიკითხოთ და 40 დღის ჩათვლით ეს გავაკეთოთ და რა თქმა უნდა თუ ამ დინამიკას შევინარჩუნებთ 40 დღის შემდეგაც ეს იქნება ძალიან დიდი რამ, როგორც ბრძანებს წმინდა ბასილი დიდი და საუბრობს ფსალმუნის მნიშვნელობაზე, უმჯობესია მზემ შეწყვიტოს თავისი ნათება, ვიდრე ჩვენი შევწყვიტოთ ფსალმუნების კითხვა და გალობო. ასე რომ აუცილებელია ფსალმუნების კითხვა, სულ რომ არაფერი დღეში ერთი დიდება მაინც რომ წავიკითხოთ, ესეც რაღაცაში შეგვეწევა. აი ჩვენს აი რამდენიმე წუთის წინ ქალბატონმა დასვა შეკითხვა, რომ ესეთი გმობის გულის სიტყვები, მაგრამ რისხანება მომდის შემშულებზე და თელი დღე ესე ვარ მოშხამული ადამიანი, ხო, ძალიან ძიმე ხვედრია ეს. და ამ ყველაფერს შველის ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ფსალმუნების გალობაც. აი ეს არის სამკურნალო ჩვენი სულების, ჩვენი გონების და ჩვენი გულის. და თუ კი ყოველდღურად ადამიანი ამას როგორც წამალს ისეღებულობს, დაახლოებით 10-15-20 წუთი ატარებს ფსალმუნთ გალობაში, ადამიანი იკურნება ამგვარი სნეულებებისგან. და ეს არის უდიდესი ნუგეშია გარდაცვლილი სულისთვის. მაგრამ როგორც თქვით, სათნოებები არის ჯაჭვური, მარტო ფსალმუნება ვერაფერს ვერ მოგვიტანს, თუ იქ მარხვა არ შევინახეთ, თუ იქ ტაძარში არ მივედით, ახსარება არ ჩავაბარეთ და ზიარება არ მივიღეთ. აი ეს ყველაფერი ერთად რომ იქნება, მაშინ უფრო ღრმად ჩავწვდებით ფსალმუნის დიდებულებას და ჩვენს დავით წინასწარმეტყველივით
ცეკვით ეს სულიერად ესე არის გამოხატული ბიბლიის წიგნში. მე დღეს სასწაულებთ ქრისტეს აღდგომას და ყველა დღესასწაულს. ნატალია გვწერს, ზიარების შემდეგ პირველად ცეფისკვერი უნდა მივიღოთ თუ სარღვნელი, ანუ დამტკბარი ღვინო. ეხა ეს თქვენ ზიარის დამოკიდებული ზიარება მივიღოთ და მადლი მივიღოთ და შევინარჩუნოთ და ჯერ ცეფისკვერს მივიღებთ თუ ღვინოს, მაგას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. არ აქვს არანაირ ესე რაღაცა ის წმინდა ნაწილი არ დავრჩეს პირში, პრაქტიკული თვალსაზრისით არის ამის მიღება ცეფისკვერის და ღვინის. თქვენი ეთერის მეშვეობით თუ შეიძლება გავაჟღერებთ იმას, რომ ყველას ვინც გვისმენთ, ახლა ძალიან გთხოვთ, რომ მოდიხართ საზიარებლად, ოდნავ თავისევით აგვიწიეთ და პირი კარგად გააღეთ, რომ კარგად გაზიაროთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად აი პირის რო არ აღებენ ეს კოვზი მე ვეღარ ვაზიარებ და მე წმინდა ტილოს და სახელებსაც თუ ვიტყვით ხო საერთოდ. კი, სახელებიც გაგვახარეთ. ძირითადად ვიცით ახლა თქვენი სახელები, ვინც მოდიხართ, მაგრამ ესე შემდეგ და თავარია რა თქმა უნდა, ჩვენ არა მხოლოდ ვეზიაროთ, არამედ ღვთის შიშით და რწმენით ვეზიაროთ. აი მეტი ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია, დანარჩენი რა თქმა უნდა, უფლის საქმეა და თქვენ წარმოიდგინეთ ამასაც უფალი გვაძლევს. მოდი უფალს ვთხოვოთ რომ მოგცეს ეს შიში, რა თქმა უნდა, ზომიერი შიში რაც არის უფლის და სარწმუნოება და სიყვარული წმინდა ზიარების აიდუმლოსად. კი ბატონო. დავითი გვწერს რომ თუ შეიძლება გითხარით თუ არსებობენ თუ არა დინოზავრებიო, ესო მითია თუ რეალობაა და როგორიაო საეკლესიო სწავლება ამ საკითხის მიმართ. ახლა ნაკვალევი აღმოჩენილია ხომ ძველ დროში არსებობდნენ ისეთი რაღაც სახეობები, ან ცხოველების, ფრინველების, რომლებიც გადაშენს მეცნიერება ამას ადასტურებს და უბრალოდ როგორც ჩანს ძალიან სახიფათო იყო რომ დაცემის შემდეგ რაც მოხდა 64-ში მოხდა გაველურება ხომ მთელი ბუნების ეს გაველურება რეალურად ჩვენი ბრალია და ამ გაველურებულ ახლა ცხოველებთან ადამიანებს უწევდათ ხო რაღაც გარკვეული ჭიდილი და თავად თქობა ადამიანებმა ესე გააკეთეს რომ აღარ დატოვეს გასამრავლებლად ეს დიდი დინოზავრები რომლებიც შიშის ზარს ემდნენ ადამიანებს და კარგად ჩარჩოში ვერ მოაქციეს რა აი როგორ შეიძლება თავი დავისვათ თქვა დინოზავრისგან ვერ მოათვინიერეს ვერ მოათვინიერეს ალბათ ნუ რა თქმა უნდა ხა ადამიანს ცოტა რთულია რომ რაღაც ისეთი რაღაც გამოიგონოს რის ანალოგიც არ არსებობს ხომ აი ხა ესე მე ალბათ ხა ესე დეტალურად მოსათვინიერებელია დეტალურად ვერ გავუშვებ ბიბლიაში მე არ წამიკითხე კონკრეტულად აი ბიბლიის საძიებო სისტემაში ჩავწერო დინოზავრი აი მე რაც მახსოვს და როგორც მახსოვს ვერ ამოვაგებს ეს არ წერია კონკრეტულად მაგრამ ალბათ იყვნენ ეს დიდი ზომის აი ესეთი რაღაც მოცემულობის აი პატარა ისენი რო არიან ეს ხვლიკები რა ეგ რო გააზარდო თუმცა ეხა ამას ეხა ჩვენი სულის ხონებასთან არანაირი ისეთი კავშირი არ აქვს რომ წავდგებით ღვთის წინაშე აი რაც ჩვენ გონია რომ ეხა რაღაცა ეს უნდა გავაკეთოთ ეს ვისწავლოთ ეს და აი გადავშალოთ სახარება და ნახავთ აი რას გვეტყვის უფალი და რითი დაგვაჯილდოებს რითი განგვიკითხავს ჩვენ უფალი და უფრო ალბათ ჯობია ესეთ თემებზე ვიფიქროთ იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს ჩვენ მოცემული ძალიან ჩქარა მიდის დრო 21 საუკუნეში კი არ მიდის არამედ მიფრინავს და მასთან ერთად ჩვენს და ვეცადოთ რომ უფრო ისეთი რაღაცებით თქო დავინტერესდეთ რაც ჩვენს და სხვა ადამიანებსაც სულის სარგებლობას მოგვიტანს სარგოს კი კეთილი ირაკლი გვწერს ესე იგი აჭარიდან მოგესალმებით რომ მაინტერესებს შვიდგზის ზეთისხება სხვადასხვა ტაძარში ზეთისხებასო ანუ ორჯერ რომ დავესწროთ და ვიცხოთ ოჯახის წევრებმა თუ შეიძლებაო ხშირად ავადობთ ყველა და მათ შორის ბავშვებიც იცით რა არის პირველ რიგში ეს ყველაფერი უნდა გადაწყდეს სულიერ მოძღვართან არიან ახლა ადამიანები რომელთაც აქვთ და ტაძრები სადაც არის კურთხევა რომ ეს ორჯერ და სამჯერ მოხდეს მაგრამ აქ არის ერთი შემთხვევა აი მაგალითად საერთოდ ეს თავდაპირველად აი ჩვენ ვახსენეთ რამდენიმე წუთის წინ იაკობ მოციქულის სიტყვა ამასთან დაკავშირებით და იქ ერთ სნეულს ახსენებს იაკობ მოციქული თვითონ თუ ჩაუღმავდებით ამ ტექსტს მხოლობით რიცხვში არის ეს ლოცვა მოცემული და ჩვენ ასე ვთქვათ პროცესში ასე ვთქვათ მრავლობით რიცხვში გადავყავს აი ეს ლოცვების აიდუმლო ლოცვები და ყველაფერი რაც იქ არის მოცემული და ესე იგი ერთ სნეულებაზე აი თქვათ ვიღაცას რაღაცა სამწყობოში რაღაც მოტეხილობა აქვს და მე მივედი შეუსრულე მას ეს მსახურება
მეორეჯერ აღარ აღესრულება ერთ-ეგივე ნეულებაზე. ჩვენ უნდა დავალოდოთ უფლის, ასე ვთქვათ, ხელს. ხო, შეიძლება ადამიანი მეხსოვრულად განიკურნოს, შეიძლება ადამიანი ერთ კვირაში განიკურნოს, ის მოთმინებაც რომელსაც ადამიანი დაახყოფს დროს, ხო, ისიც სამკურნალო, ონდის სულის სამკურნალო. ჩვენ რა გვინდეთ, რომ ფიზიკურად მეხსოვრულად განვიკურნოთ და მე აბა ღმერთო კარგად იყავი და მე ჩემ გზაზე გავაგრძელებ ცხოვრებას. უფალს უნდა რომ ჩვენი სულებიც განიკურნოს და ჩვენი სულები ყველაზე მეტად მოთმინებით და განსასწრებით იკურნებიან და ჩვენ აი ამას ასე ვთქვათ გაგებით უნდა მოვეკიდოთ. და არის ახლა ესეთი ასე ვთქვათ ტრადიცია, მოდი ესე ვთქვათ, ახლა დაწერილი ბევრი არის, მაგრამ უფრო პრიორიტეტული ხდება ტრადიციები. არსებული ტრადიციები, იმიტომ რომ ახლა მე შეიძლება ჯულში რაღაც წერია, თქვათ, რაღაცა მოცემულია მამების მიერ, მაგრამ მივდივარ ტაძარში და იქ რაღაცა წესია, იქ თქვათ წინამძღვარი რაღაცას გადაკეთებს. მე უნდა დავემორჩილო იმ წესს და იმ მოცემულობას და შესაძლებელია, მაგრამ ერთ და იგივე ნეულებაზე თქვათ რაღაც კონკრეტული ნეულება თუ გაქვთ და თქვენ ერთხელ უკვე თქვენზე შესრულდა ეს მსახურება, მეორეჯერ უკვე აღარ აღესრულება. მაგრამ ესე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სულში ბევრი წყლულია, ბევრი ცოდვისკენ ვართ მიდრეკილი. აქ მარტო ცხება არ არის, ხო? აქ არის უნიკალური საკითხავები. აქ არის 7 საიდუმლო ლოცვა, სადაც მღვდელი მთელი არსებით ითხოვს ღმერთისგან, რომ ადამიანი გათავისუფლდეს სხვადასხვა ნეულებებისგან, სხვადასხვა წყევისაგან. უკვე თუ მღვდლისა მიერ კრული იყოს, მშობელთაგან, თავითვისით კრული იყოს და ესე იგი ეს მსახურება არის მიზანმიმართული იმისკენ, რომ ადამიანში სინანული აღადგინოს. შეიძლება ადამიანი მივიდეს ტაძარში, აი ამ დროს არ ქონდეს სინანული და თვითონ ამ მსახურების პროცესში ადამიანში გაღვივდეს სინანული. ხო, აი ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ თავდაპირველად მოდი სინანულით, ღვთისშიშით, მაგრამ ხანდახან ესე კითხულობენ ხოლმე, რომ აი არ მარხულობ, ბევრლოცულობ, აი ახსარება არ მაქვს ჩაბარებული, თუ შეიძლება მოვიდე. მე პირადად ყველას ვეუბნები, რომ მობრძანდით, თუ სურვილი გაქვს, მობრძანდით, იმიტომ რომ ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ ადამიანი მოვიდა ესე, ხო? სურვილი ქონდა და რაღაც შეიძლება ეს იყოს დასაწყისი მისი სულიერ ცხოვრებაში. ეს აღმოჩნდა პირველი დღე მის სულიერ ცხოვრებაში, იქ მოეწონა ეს ერთობლიობა, მოეწონა ეს საგალობლები, მოეწონა მადლი, ხომ, რომელიც რაღაც დონეზე, ხომ, გადმოვიდა ამ ადამიანზე, ხომ. ჩვენ დავინახეთ სახარებაში, რომ თვითონ ფარისეველიც კი, რომელიც არასწორად ლოცულობდა, რომელიც მეზუერეს განეკითხავდა, მანაც კი მადლი წაიღო. წააბრძანა, ესე ვთქვათ, ხომ? როგორც წერია სახარებაში, გარდამოვიდაო მეზუერე განმართლებული უფრო ის ვიდრე ფარისეველი. ფარისეველიც რაღაც დონეზე მიიღო ეს მადლი, ფარისევ გამართლდა, მაგრამ მეზუერე მაჯობა, რომელსაც მხოლოდ სინანული ჰქონდა და არანაირი ის ლოცვა და მარხვა არ ქონია მას აქტივში. და ასეთ შემთხვევაში მოდი როგორი კურთხევაც იქნება ტაძარში, თუ ტაძარში არის კურთხევა, რომ ორჯერ და სამჯერ თქვა თუ ადამიანს სურვილი აქვს და ჩაერთოს მსახურებაში, ამაზე კურთხევა იქნება, ჩაერთოს. მე ამაში ვერ ხედავ ვერანაირ წინააღმდეგობას. აი ესეც ახლა არ არის, რომ ადამიანს წელიწადში ერთხელ უნდა შესრულდეს შენზე ეს მსახურება. რუსუდანი გწერს ეფრემასურის ლოცვაში რომ წერიაო, მთავრობის მოყარებისასა ნუ მიმცემ მე, რა იგულისხმებაო ამაში? ეს მთავრობის მოყარება პირდაპირ გაგებით უნებრივია, არ უნდა გავიგოთ. უნებრივია ყველა ქრისტიანს უნდა სახარების მიხედვით უნდა ქონდეს თქმა უნდა პატივის ცემითი დამოკიდებულება მთავრობის ან ხელისუფლების მიმართ. მაგრამ ამ შემთხვევაში აქ მთავრობის მოყარებაში ამპარტაუნება და ეს რაღაცა დიდების მოყარებისკენ სწრაფვა. შეიძლება იგულისხმებოდეს მთავრობის მოყარებაში ისიც რა თვითონ უყვარს მთავარი უნდა რომ იყოს და მთავრობა უნდა. კი, პირველობა ხო. ფალგვეუნება რომ მთავრობის მოყარება აქ. პირველები უკან და ვინც თავს დაიმდაბლებს ის პირველი გახდება და ასე შემდეგ და როდესაც მოციქულებმა დაუსვეს ეს შეკითხვა უფალს ვინ უფრო ის დიდი იყოს სასუფეველსაც ათას და უფალმა მოიყვანა ყრმა და ადგინა მაწინეში და უთხრა ვინც აი ესე დაიმდაბლებს საკუთარ თავს ესეთი კულწრფელი გახდება ის პირველი იქნება სასუფეველშიო და საკუთარი თავის მოაქვს ქრისტეს მაგალითად რომ აი ვინმეს რომ შეეხედა ხომ ეხა გარეგნული ჩაცმულობა ქრისტეს და მოციქულებს ერთნაირი ჰქონდათ ხომ და ქრისტე მოციქულებს ფეხებს ბანდა ქრისტე მოციქულებს ემსახურებოდა და ერთი შეხედვით ჩანდა რომ ქრისტე მსახური იყო მოციქულების და მე ვარ თქვენ შორის როგორც მსახური მაგრამ მე თქვენ მეძახით მოძღვარს უფალს და ეგრეც არის მე მართლა მოძღვარი და უფალი ვარ მაგრამ ამ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ მართლა ესეთი ვარ და მინდა რომ თქვენ გასწავლოთ ნამდვილი ცხოვრება
ეს არის თავმდაბლობა და თავრობის მოყარებას ბევრი განმარტება აქვს. აი ყველაზე კარგად თქვენ თქვით მამაო ისა, რომ აი სულ ისე რო გინდა რომ სხვა გვერდზე გაწიო, სხვა განიკითხო და შენ შეიქმნა ილუზია, რომ მე კარგი ვარ. ეს არის უკვე აცენა ჭეშმარიტი ქრისტიანული გზისაგან. კეთილი მამაო, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. შიშის დროს ლოცვაო რამდენად ეხმარება ადამიანსო? ისეთ რა არის, აი, როდესაც მოდის დეპრესიული შიში, არ უნდა დავიბნეთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ბოროტისგან არის. და აი ამ დროს არ უნდა ავჩქარდეთ, უნდა ვეცადოთ, რომ აი ხო იწყება ლოცვა. აი ლოცვას ესეთ დინამიკა აქვს. თავიდან წესით უნდა დაიწყოს შედარებით ნელა და უნდა აუღოთ ლოცვას ალღო, რომ კონცენტრაცია, ყურადღების კონცენტრაცია მოხდეს ლოცვის სიტყვებზე. და აი ამის შემდგომ უკვე შევდივართ რა დინამიკაში, ჩაულებრივად უკვე გარკვეული ტემბრი, ასე თქვათ, ჩდება ლოცვის და თანდათანობით ადამიანში შემოდის სიმშვიდე. და რა თქმა უნდა, როგორც კი ესეთი შიში მოიწევა ადამიანზე, პირველი გამოსავალი, რაც არის არსებობს, ეს არის ლოცვა. ეს არის ქრისტეს სახელის წარმოთქმა და ეს არის პირჯვრის გადასახვა. როგორც ფსალმუში ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი, უფალი ნათელი ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა მისამეში. აი იგივე 90-ე ფსალმუნი დაეცნენ მარცხენი შენს ათასეული, ბევრული მარჯვენი შენსა, ხოლო შენ არა მიგიახლოდეს. იგი დაცული იქნები ამ ყველაფრისგან, თუ კი ქრისტე რა თქმა უნდა შენთან იქნება. კეთი გვწერს რას ნიშნავს მიმომწლილველობა? აი მიმომწლილველობა ნიშნავს მიმოხეტიალობას. აი თუნდაც ის რო ხა იმაში სოციალური იმაში რო შედიხარ და რეალურად შენ არ გაინტერესებს არაფერი და იწყებ ხეტიალს უკვე არა ფიზიკურად, არამედ შენი გონებით და შენი ინფორმაციისადმი ძიებით, რომ რამე ისეთი ნახო საინტერესო, ან სასაცილო, ან რაღაც ისეთი, რომელიც აქამდე არ გინახავ შენ, ან რაღაც ფასდაკლება ნახო. რეალურად ეხლა მე რაც მაინტერესებს, ჩავწერ საძიებო სისტემაში და იმას მივაკნებ. და ჯობია ესე გავაკეთოთ, ვიდრე ის, რომ ჩვენ აი რაღაც ესე რომ სულ საძოვარზე გადავიდეთ, ხო? იქ რატო არის შედარებული საყოველთაო განკითხვის ჟამს, ცხვრები და თიკნები. ხო, ცხვრები, ცხონდებიანო ეს სიმბოლურად ესე თიკანი ვერა. თიკანი ყველაფერს ჭამს. ეს არის აი ბევრი რაღაცა ინფორმაცია, არასწორი სარწმუნოებიდან კვება, მოდი ესე ვთქვათ და ჭეშმარიტ სარწმუნოებას ასთენა და ისე ყველაფერთან ერთად ალბათ ყველანი დამეთანხმებით იმაში, რომ აი ეს მიმომწლილველობა დღევანდელი გაგებით, რაც არის ძალიან ღლის ადამიანს. არაფრის თავი არ აქვს მე ელემენტარული რაღაც სახში გააკეთო, ხო? აი ყველაფრის ძალას გაცდის. ფიტავს რაღაცა. ნუ გადაბრუნდე და აიძინო მე, ხო? და სამწუხაროდ აი ესე ვიძინებთ უამრავი ჩვენთაგანი და მე წამლებს ვეძებთ ანტიდეპრესანტები და დამამშვიდებლები და ასე შემდეგ. რაღაცნაირად უნდა მოვაქციოთ ეს ჩარჩოში და დავარეგულიროთ. ასევე შეიძლება იმ დროს, როცა ეფრემასური წერდა ამ ლოცვას მიმომწლილველობა, ანუ მატერიალურ გაგებითაც გავიგოთ ეს ხეტიალი, აი დღეს ისეთი, ასე თქვათ, გარემოა ჩვენს გარშემო შექმნილი, რომ ადამიანი რომ გამოვადა, აი ყველაფერსო დააგვერდეს, რაც მე რეკლამების წინამდე არ მივდივარ და არავის ბიზნესის წინამდე არ მივდივარ, მაგრამ ძალიან დამაბნეველია ეს ყველაფერი და ანუ რეალურად გაყავხარ შენი თავიდან. აი საკუთარ თავში ჩაღრმავება, ლოცვა, რაღაცა ფიქრი იმაზე, რომ აი კვირას ახლა რა სახარება იქნება წაკითხული, აი რა მევალება მე, რა მისით მოვედი ამ დედამიწაზე, აი ამ ყველაფრის მიჩქმალვა ხდება აი ამ გარემომცველი სამყაროთი, რაც დღეს არსებობს. ყველაფერი არის მიმართული ადამიანის სულის და ადამიანის საკუთარ თავში ჩაღრმავების წინააღმდეგ. ერთადერთი, ვინც ბრძოლობს დღეს და ერთადერთი, ვინც ქადაგებს საკუთარ თავში ჩაღრმავებას, რომ ესხოვრება და ეს ყველაფერი ამაუება არის წმინდა ეკლესია. და ეკლესიაში რა ძალიან ცოტა დროს ვატარებ ჩვენ და ეკლესიაზე ცოტა ხანი ვფიქრობ სამწუხაროდ ჩვენც მეც ჩემ თავზე ვიტყვი ჩემს აღსარებას ვიტყვი და რაღაცნაირად უნდა ვეცადოთ რომ ის მაინც ვიცოდეთ სწორი რა არის და ამის შედეგად სინანული გქონდეს მე ვიცი სწორი რა არის ვერ ვასრულებ იმას მაგრამ ამის შედეგად რაღაცნაირ სინანული მაქვს ამ ყველაფრის შედეგად და ეს სინანულიც რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის კი ბატონო მაყურებელია ესე მოვისმენთ კითხვა გისმენთ დასვით კითხვა დამლოცეთ მამებო აი მაინტერესებს ეფრემასური ლოცვაში რომ არის ნაქვამი
ხოლო სული სიწმინდისა, სიმდაბლისა, მოწმინებისა და სიყვარულისა მომადლებ ქალებმაც მონა უნდა თქვას თუ მხევალი მე მონასა შენსა აი ქალბატონებმა როგორ უნდა მოგიხსენოთ მომადლებ მონასა შენსა თუ მხევალსა შენსა და დიდი მადლობა სტანდარტულად ამ ლოცვაში ესე მონაწერია და მე წამოვიდეს მონა და მხევალი თავიდან ესე ყველაზე იყო ეს ანუ მონა შეიძლება კაციც იყოს და ქალიც იყოს ხო ეს თვითონ სტანდარტული გაგებითაც სულიერი გაგებითაც და როგორც წერია ხო აი ეს არ არის ესეთი გადამწყვეტი ჩემო თქვენ თუ სურვილი გაქვთ რომ მხევალი თქვათ არ არის პრობლემა შეგიძლიათ მხევალსა შენსა ესე თქვათ და ვისდავოთ ახლა რაც ყველაზე მთავარია იმ ლოცვაში ჩვენ ვითხოვთ ღვთისაგან რომ სულის სიწმინდისა სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომადლე მე, ანუ მე უნდა მომადლო უფალო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ხა მე თავარია ვინ ვარ და რა მდგომარეობაში ვარ თორე ხა მან საერთოდ არ აქვს მაგას გადაწყვეტილი მნიშვნელობა, რომელს ვიტყვით. ზოგადად ამაზეც იყო რაღაც ამასინათ გაჩნდა ესეთი შეკითხვა, რატომ ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მიმართა ერთ ადამიანს მონაო ღვთისაო და რაღაც ვერ იქნა სწორად გაგებული ეს ყველაფერი. ეს პირიქით ეს ეპითეტია მონა ღვთისა, ანუ ღვთის საკუთრებაში მყოფს ნიშნავს, ანუ მონების ასნაირად ისაკუთრებდნენ ის ბატონები და თუ მონა კარგად მოიქცეოდა და თვითონაც სურვილი ჰქონდა, საერთოდ აგრძელებდა ბატონთან ცხოვრებას და ღვთის მონობა ეს უდიდესი ბედნიერება და უდიდესი ნეტარება ჩვენ ესე უნდა დავიმდაბლოთ ჩვენი თავი და თქვათ რომ მე შენს მონაწოდების ღირსიც არ ვარ უფალო. და აი ასეთ თავმდაბლობაში მოდის მე ღვთის შვილობა და საღვთო ბუნებასთან თანაზიარება. მხოლოდ და მხოლოდ თავმდაბალი ადამიანი იჯერებს იმას, რომ ეკლესიაში რაც აღესრულება, ეს ყველაფერი ღვთისმოცემული და ეს ყველაფერი ჭეშმარიტება, ხომ თორე ამპარტაონი ადამიანისთვის ცოტა კი არა წარმოუდგენლად რთული დასაჯერებელია, რომ ადამიანი ხა მიდის სასულიერო პირს თავს მოუხრის, იქ თავის ცოდვებს აღიარებს და ამით ცოდვები ეპატიება. წარმოუდგენლად რთული დასაჯერებელია, რომ ის პური და ღვინო ქრისტეს ხორცი და სისხლია. მაგრამ თავმდაბალი ადამიანისთვის არ არსებობს საკუთარი ლოგიკა. იმისთვის თავარი არის უფლის სიტყვა. თუ უფალმა თქვა, რომ ეს ჩემი ხორცი და ჩემი სისხლი ამ პურზე და ღვინოს, ესე იგი ეს მართლა ისია. უფალმა ერთხელ თქვა, რომ აი მიწამ აღმოაცენენ, ხო? წვანილი აღმოაცენენ. ერთხელ თქვა და იქიდან მოყოლებული დღემდე გრძელდება ეს ყველაფერი, რომ მიწაში თესს რომ დათესავდა დამარხავ ის ამოვა და აგრძელებს თავის სიცოცხლეს და ეს ყოველ ჯერზე კი არ ამბობს უფალი ამას. ერთხელ რომ თქვა ის უკვე ავტომატურად გრძელდება. უფალმა თქვა რომ ამას როცა აღასრულებთ, ყოველთვის იქნება ჩემი. რა თქმა უნდა, იქ სულიწმინდის მოქმედება ხდება და თავად უფალი მონაწილეობს ყველა საიდუმლოში. მაგრამ თავდაპირველად მოცემულია ეს ყველაფერი და ჩვენ ამ წესზე ვდგავართ. კეთილი, მაყურებელია ისე. გისმენთ დასვით კითხვა ისაუბრეთ. სამოცელი გარემოდებულად და ასევე აი ამისი შესაძლებელი უფრო კარგად გაგებული რო იქნას ალბათ ეს როგორც ძველახმაში წერია კიდევ აღარ მახსოვს ზუსტად ისაკს რო აკურთხებს რომ უფსკრულით კურთხევით გაკურთხებს შენ ზეგარდამოარს კურთხევით გაკურთხებ ალბათ ასე უნდა გავიგოთ ხო ეს სალმონის სიტყვა და გისალთ ამ კითხვას მამა დავით რომ თქვენ ვაძლოთ ფლობთ ამ სალმონებს და ზეპირად იცით ყველაფერი და გათავისებული გაქვთ ძალიან კარგად და მაინტერესებდა თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით. მადლობა ზარისთვის. მადლობა. ნუ ეს უფსკრული ვითარცა სამოსელი გარემოდებულს ხო? ნუ ეს უფსკრული ნიშნავს უკიდეგანოს რა და დაუსრულებლობას, რომ აი დაუსრულებელ კურთხევას მოგცემ შენ და ღმერთში არის ეს დაუსრულებლობა, როგორც ძანებს ივანე ახარებელი, არა ზომით მოსწრა ღმერთმა მადლი. ხომ აი ჩვენ სასუფეველშიც კი გავიზრდებით. ანუ რაღაც ისეთი ფიქსირებული მდგომარეობა არ არსებობს ადამიანისთვის და სწორედ ამაზე არის აქ მესამე ფსალმოში საუბარი, რომ აი უფალს აქვს ეს ერთ-ერთი თვისება, ნუ მიუწტომლობა, უფსკრულობა, უკიდეგანობა, რომელშიც უნდა შევყოთ ჩვენი ასე თქვათ გონება და ჩვენი გული და ზოგადად ჩვენი ცხოვრება და ამ უკიდეგონობაში უნდა მივიდე. ჩვენ ვიცით რომ ადამიანი შეიქმნა ღვთის ხატად და მსგავსად, ნუ ეს ხატება არის ერთჯერადი ღვთისმოცემული
თვისებები, ხოლო ღვთისადმი მსგავსება ეს არის დინამიკური პროცესი, რომელიც მარადიულია და რომელიც ყოველთვის უნდა გაგრძელდეს ადამიანში და სწორედ აი ღმერთის მიუწვდომლობიდან გამომდინარე არის ეს დინამიკურობა ჩვენში, რომ ესე იგი დღეს რასაც მივახცევ როგორც ძანებს პავლე მოციქული უკანასთან მას დავივიწყებ და წინასთან მას მიუწოდები და ყოველთვის უნდა დაივიწყო უკვე მიღწეული და ყოველთვის შეგიძლია ახალ და ახალ სულიერ სიმაღლეზე ახვიდე და უფრო მეტად გაბწყინდე საფრთხე შარავანდეთში. Რა თქმა უნდა ამ ცხოვრებაში ეს საკმაოდ ნელი ტემპით ხდება, კუსნაბიჯებით მოდი ასე ვთქვათ. შევადაროთ საკმაოდ რთულია სულიერი აღმოსვლა, ამას უპირისპირდება ჩვენი დაცემული ბუნება და აპროტესტებს ამ ყველაფერს, მაგრამ როგორც კი ღვთისყალობით ადამიანი ცხონდება და სასუფეველში შევა, მერე უკვე ეს ძალიან დიდი ტემპით წარიმართება ადამიანის აი უფსკრულისკენ, ნუ საფრთხე უფსკრულისკენ, მისი მადლის მოხვეჭისკენ მსვლელობა. ეთილი მარიამი გწევს რომ რამდენად ასე ვთქვათ შეიძლებაო მიცვალებულის დაბადების დღის აღნიშვნაო და გახსენება მის. კი, რა თქმა უნდა, გახსენება, რატომაც არ შეიძლება. თქმა უნდა, ეს ყველაფერი რწმენაში უნდა მოვაქციოთ და რწმენით უნდა ვარეგულიროთ, როგორც ძანებს პავლე მოციქული, რაც რწმენით არ კეთდება ყველაფერი ცოდვა არისო ქრისტიანისთვის და ეს არის ერთ-ერთი საშუალება, მოდი ესე ვთქვათ, რომ ჩვენ მეტი პატივი მივაგოთ მიცვალებულს. რა თქმა უნდა, ის უკვე აღარ არის ამ წუთის სოფელში. იქეთ არის მარადისობაში, სადაც დრო, როგორც ესეთი აღარ არის, აი ეს 24 საათიანი და წლების მიმდინარეობა, დღე-ღამის მონაცვლეობა, მაგრამ ჩვენ აქეთ ვართ და ერთგვარი ნუგეშია ჩვენთვის. და დადგენილი დღე არის, რომ აი ამ დღეს მე გადავდებ რაღაც საქმეებს და სხვასაც შემიძლია უთხრა მე, ჩემი აი მეგობრის, ჩემი მამის დაბადების დღეა და რაცა მინდა რომ გამათავისუფლოთ ამ საქმისგან და აბსოლუტურად ყველა გიგებს ამ დროს, იმიტომ რომ ძალიან კარგ, ასე ვთქვათ, საქმეთ და ნუ ქმედებად მიიჩნევა დღევანდელი საზოგადოების მხრიდან მიცვალებულთა პატივისცემა, მეც ახლა საფლავიდან მოვდივარ, სადაც ანალოგიური შემთხვევა იყო და დაბადების დღე იყო ერთ-ერთი გარდაცვლილის და მივედით საფლავზე, ვილოცეთ, გავიხსენეთ ამ ადამიანის ცხოვრება და გამოვყავით მის ცხოვრებიდან კარგი ეპიზოდები და თქვით რომ მოდი ჩვენც მივბაძოთ ამ ადამიანს. სულ ამაში არაფერი არ არის. კი ბატონო, რატომ ვიყურებითო ლოცვის დროს აღმოსავლეთითო დიდობ წერს? აღმოსავლეთი. ეს თვითონ ზეპირი გადმოცემა არის ტრადიცია, თვითონ საკურთხევლებიც ესე იმართება და ლოცვის დროსაც აღმოსავლეთისკენ დგებით და ну ეს არ არის ეს დოგმატური საკითხი, მაგრამ ну რეკომენდირებულია რომ ეს ყველაფერი გავითავისოთ. ну რაღაც აი ამოსავალი არის ეს ქრისტესი ასე ვთქვათ ამოსავალია ცხოვრების ეს აღმოსავლეთი და ну რაღაც სიმბოლურად ბევრ ამისთან კავშირდება. ახლა დიდი ასე ვთქვათ რაღაცა რო ვთქვათ რომ ახლა თუ აღმოსავლეთით დავდგები ახლა უფრო მაგრად ვილოცებ ვიდრე რაღაც ჩრდილოეთიდან სამხრეთით ესე არ არის. რა თქმა უნდა. რეკომენდირებულია. კი. ესე იგი, აღსარებაში თუ რომელიმე ცოდვას ვერ ამხელო. რაღაცა გარკვეული მიზე მორიდების ან ასე შემდეგ გამო მოგიტევებს თუ არა უფალიო ამას? უნდა ვთქვათ, უნდა გადავლახოთ ეს მდგომარეობა აუცილებლად ვერ გეტყვით, ეხა არ მინდა ის გითხრათ რომ არ გაპატიებთ მეთქი, მაგრამ აღამ თქვენ ამ შეკითხვას ვამთ და თქვენ გჯერავთ ჩვენი სიტყვის. მოდით გატეხეთ ეს რაღაცა ბარიერი წინააღმდეგობა თქვენს თავთან, ეს მაინც ძირითადად მოდის საკუთარ თავზე ცოტა ზედმეტი წარმოდგენიდან, რომ აი მე ეს როგორ თქვა მოძღვართან. არა უშავს, მიბრძანდით, თქვით აუცილებლად დარწმუნებული იყავით, რომ მოძღვარს უფრო მეტად შეუყვარდებით თქვენი კულტურელობის გამო. ჩვენ ისეთ რაღაცებს ვისმენთ და ისეთი ასე ვთქვათ გულახდილი ახსარებები გვაქვს მოსმენილი, რომ ჩვენთვის უცხო არაფერი არ არის. ახლა ჩვენც იგივე დაცემული ბუნების მატარებლები ვართ, ჩემო ძვირფასო, სასულიერო პირობის, ასე ვთქვათ, სიმაღლიდან თუ რა მდგომარეობიდან გესაუბრებით ახლა მე თქვენ რა თქმა უნდა მიბრძანდით და გადაშალეთ, გადაუშალეთ გული თქვენ სულიერ მამას და ყველაფერი ესე ახლა ამ შემთხვევაში ჯობია რომ დეტალურად მოუყვეთ და გათავისუფლდეთ აი ამ წნეხისაგან ერთხელ და სამუდამოდ და როდესაც აი დასრულდება ეს აღსარება და გამოხვალ თქვენი სულიერი
მამიდან თქვენ ნახავთ თუ რამხელა შვებას მიიღებს და აი როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. თქვენ პიროვნულად ძალიან ასე ვთქვათ, კარგად დაიხვეწებით და მიაღწევთ ძალიან დიდ წარმატებას შემდგომში უკვე სულიერ ცხოვრებაში და მიაღწევთ მოიხვეჭავთ დიდ თავმდაბლობას. რომ აუცილებელი ეს გააკეთოთ და აი გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევა და აუცილებლად აი პირველივე შეხვედრის დროს გააკეთეთ ეს. შეუთანხმდით მოძღვარს, ხან არის რომ აი მოძღვარს უცებ გამოვიდა თქვათ ხო წირვიდან და მირბის წესის ასაგებად სახლის კურთხევაზე ელოდებიან და თუ რაღაცა ცოტა ისეთ მოუცლელი ის აქვს რა პერიოდი მოძღვარს ესე დროს ცოტა რთულია ესე გულახდილად საუბარი მოძღვართან შეუთანხმდეთ ან SMS-ი მივწეროთ ან ტელეფონზე დაურეკოთ ან ტაზარში შეუთანხმდეთ აი როდის ჯობია რომ მოვიდეთ ცოტა ისე იმიტომ რომ კარგად ხანგრძლივად საბურძვიანად ჩაგაბაროთ მამოახსარება და მოძღვარიც გეტყვით აი ამ დროს მიხვალთ და აუჩქარებლად კარგად მშვიდად მოყევით ეს ყველაფერი და ღმერთი დაგლოცავთ ჩემო კარგო. კეთილი. თაკო გწერს რამდენად მძიმე ცოდვაა ქალისთვის შარულის ჩაცმა. მარხვაში და ტაძარში ყოველთვის კაბით დავდივარ, მაგრამ შარულის ტარება მეტად პრაქტიკულიაო და რას მეტყვით ამის შესახებ? იცით რა აი არაერთხელ ვიმეორებ იმას რომ არ ვიცი ხა თქვენ რა დონეზე გაქვთ ეს ურთიერთობა თქვენს მოძღვართან ეს მორჩილება იცით რა არის ხა არის რომ ადამიანს ვერ ეტყვი ვერაფერს აი ვერაფერს როგორ ხა ისიც არის რომ აი ხა ვის როგორ აცვე ხა კაბასა და შარვარს შორისაც ხან ისეთი ის არის ხოლმე შეიძლება კაბა ეცვას ადამიანს და ანუ ეს ერთადაც ამას იმიტომ ამბობენ ქალები რომ ვინმესთვის საცდურად არ ვიქცე ხო როგორც ახარებაში წერია ვაიმას ვისგანაც მოდის საცდური და ინდივიდუალურია ჩემო კარგო საერთოდ ქალს რა თქმა უნდა უხდება კაბა და მიზანშეწონილია რომ ესე ვთქვათ ქალმა კაბა ჩაიცვას მაგრამ ისეც არის ხოლმე რომ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს შარვალიც მარტო კაცის არ არის ქალის შარულებიც არ მინდა რომ ვინმე გვიწყინოს ახლა და ინდივიდუალურია ახლა ვიღაცას თავისი ქმარი ყავს და იმ ქმარს არ მოსწონს ეს რო ჩაიცოს ვიღაცას თავისი მოძღვარი ყავს ახლა და პირადად ჩვენთან ახლა ესეთი ის არის რომ მოსულან ახლა შარვით მოდის ადამიანი და რაღაცა როგორ მეუნებ ის მამო ძალიან მინდა ძალიან გთხოვ რა აი რაღაცა აღდგომის დღეს ესწავლია და იქ ივან ოქროპირის სიტყვა იკითხება რომ გამზადებულია ყოველასთვის ტაბლა ნუ ვინ წავა მშიერი ეს რა თქმა უნდა ახლა სულიერ მადლზე იგულისხმება და მოვიდა ადამიანი შარვით არის არაფერი ეს რააცვე არის ხო და სული და გულით ხო ახლა შეიძლება შიშველი ადამიანი მოვიდეს უცებ რაღაც არ ქონდეს ტანსაცმელი რაღაც არ ვიცი ახლა ისეთი რაღაც უცნაურობები ხდება ჩვენს გარშემო ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ესე შაბლონურად არ უნდა მიუდგეთ მოდი ესე ვთქვათ ინდივიდუალური მიდგომის პრინციპით უნდა მიხემძღვანელო ჩვენ ადამიანებთან ურთიერთობის დროს და ასე შემდეგ. შეიძლება კაბით მოვიდეს ადამიანი და რაღაც ისეთი რაღაც აპარტაუნებაში იყოს და ისეთ იმაში ჩემო კარგო მოდი ხوارჯობია რომ ცოტა უფრო მეტად გაერკვე ამ საკითხებში და მე მოხვიდე და ეზიარო. კეთილი მამო. ესეთი კითხვა არის ფსალმუნის ხო ნუ ეს რაღაცა ესეთი კითხვა არის მაგრამ ფსალმუნის ტარება სჭირდება თუ არა კურთხევაა ნუ ხა რა ვიცი ფსალმუნის ტარება ფსალმუნს სჭირდება წაკითხვა და არა ტარება ხო აი ტარებაც იცი ვიცი კარგია რა თქმა უნდა თუ ადამიანს უნდა მაგრამ ისი რა არის ის იტვირთებიან ხოლმე ადამიანები იქ სამაჯური აქ იქ ისა აქ იქ ისა აქ ისა და რაღაცა გატაცებად იქცა ეს ყველაფერი ხა და ამ დროს ხო აი ხა თქვა ფსალმუნი მაქვს თქვა ხელზე სამაჯურში ხო და ამ დროს ეს ფსალმუნი არ აქვს ადამიანს საერთოდ წაკითხული 90 ფსალმუნი ან 50 ფსალმუნი და უფრო ჩვენ და ვეცადოთ რომ ჩვენი გულის ფიცარზე გამოვისახოთ ეს ღვთის სიტყვები რომ შესაბამისი ღვთის მფარველობაც გქონდეს ჩვენ და ღვთის სიტყვების შესაბამისად თავად უფალი შემოვიდეს ჩვენს შინაგან არსებაში ჩვენი ასე ვთქვათ მარადიული სტუმარი იყოს ესეთი კითხვა თეოქცერს ერთი კითხვა მაქვს რომ როცა ადამიანი გარდაიცვლება ოჯახი არ არის მაზიარებელი არიცავენ ეკლესიურ წესებს არ დადიან ტაძარში ამ დროს ახლა ნათესავმა რომ იზრუნოს მიცვალებული სულისთვის ყველა წესი შეასრულოს თუ ექნება შვება გარდაცვლილი სულსო თუ ოჯახიდან არის აუცილებელიო მაგალითად მისი მეუღლისგან და შვილებისგან ნუ ეს მზრუნველობა აუცილებელია რა თქმა უნდა ყველას მხრიდან ხა ეს შვება ნებისმიერი ადამიანის მეშვეობით ექნება მიცვალებული სულს, რომელიც აღასრულებს
ეკლესიის მიერ ღვთივმოცემულ ამა თუ იმ საშუალებას მიცვალებული სულის სანუგეშო და მის საცხოვნებლად. და რა თქმა უნდა, ეხა ნახეთ, ადამიანი გარდაიცვალა, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი ოჯახის წევრები. ეს ადამიანი მორწმუნე იყო, თქვა აი ესეთი პრეცედენტი დაუშვათ რა. და ადამიანი მოხდა უფალთან, სასუფეველში ცხონდა. ამის შემდგომ ხო ვიცი ჩვენ ყველამ რომ თუ ქრისტეს გზაზე არიარე, ნუ ეკლესია თუ შენთვის დედა არ არის, ღმერთი მამა ვერ გახდება შენთვის, ხო ეს რაღაცები გააკეთო უნდა, ხო ეხა არ ლოცულობ, არ მარხულობს, ახარებას არ კითხულობ, მოწყალებას არ იღებ, არ პატიობ, არაფერს არ აკეთებ და ქრისტიანი როგორ ხარ მაშინ, ხო არ ხარ ქრისტიანი. და ამ გარდაცვლილის თუ ამ პიროვნებას, რომელიც უფალთან მოხდა, უნდა რომ თავისი ახლობლებიც მასთან ერთად იყვნენ და თვითონ კარგად არის უფალთან არის ეიმობს, საატიკობს ქრისტეს აღდგომას, ემადლიერება უფალს რომ აი ესეთი ღმერთი ყავს, რომელიც მისთვის თავს წირავს და მე ესეც სიხარულს აძლევს და ამ დროს მისი ოჯახის წევრები არიან აბსოლუტურ ამაოებაში. საერთოდ არ ეხედებიან ეცისკენ, არაფერში არ იხსენებენ მისვალებულს და ეს ყველაფერი არის ძალიან გულსატკენი. გულსატკენი. აი ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე გული თუ ტკივა ბედნიერი როგორ ხარ. აი სწორედ ის პიროვნებები არიან ბედნიერები, რომელთაც გული ტკივათ სხვისი დაცემის გამო. ღმერთი ესეთია. ღმერთზე ჩვენ ვამბობთ რომ ის არის მარად ნეტარი. უდიდესად ნეტარი არის ღმერთი. და ამ დროს ღმერთს ყველა უყვარს და ყველა ებრალება და ყველასთვის ჯვარზე ეკვრება. აი ეს ორივე შესაძლებელია რომ არსებობდეს ერთ პიროვნებაში, კიდევაც სხვაზე გული ტკიოდეს და კიდევაც ბედნიერი იყოს უფალთან ურთიერთობით. ვარო რეგბისტიო და ყოველ ორ კვირაში მაქვს კვირა დღეს თამაშიო, წირვის დროსო. ჩამეთვლება თუ არა ეს ცოდვადო. ანუ ფიზიკური შრომა ცოდვა არის თუ არა კვირას. იცით რა არის გარკვეული ალტერნატივა და გამოძებნოთ მისთვის სხვა დღეები. აი ჩვენ ვახსენეთ რამდენიმე ხნის წინ პირველ შეწირულის ლიტურგია ჩემო ძვირფასო. არის ტაძრები, მაგალითად, სადაც ყოველდღიურად აღესრულება პირველ შეწირულის ლიტურგიები სადაგდღეებში, ну თავისთავად შაბათსაც წირვები არის ტაძრებში და თუ კვირა დღეს ეხა დაემთხვევა თამაში თქვენ ხა სპორტსმენი ბრძანდებით, ესე არ არის ეხა თამაშზე ხან მიხვიდე, ხან არ მიხვიდე, ეგრე გამოგაგდებენ გუნდიდან და ამოვარდები ძირითადი შემადგენლობიდან, როცა გუნდი გენდობა შენ და სპორტსმენი ხარ და გინდა რომ შენი ქვეყანა ასახელო, უნდა გააყვი ამას, ხო? მაგრამ მეორეს მხრივ ქრისტიანი ვერ იქნები ზიარების გარეშე. ამიტომ შაბათიც უფლის დღე არის, მოდი ესე ვთქვა და ყოველი დღე უფლის დღე არის, ყოველი წამი უფლის დღე არის. შაბათს ეზიარეთ ან არის ესეთი შემთხვევები, რომ ზოგ ტაძარში, მაგალითად, არის დილის 7 საათზე წირვა, 9-ზე 9:30-ზე უკვე ზიარება არის და ეხლა 8 საათზე არც ერთი თამაში არ არის, ხო? ზოგ ტაძარში ღამე არის ეს წირვა და ჩვენ შეგვიძლია უკვე ვითანამშრომლოთ ესეთ ტაძრებთან მოძღვრის კურთხევით, სადაც იქნება ზიარება, ჩვენ ვეზიარებით, მივიღებთ უდიდეს სიწმინდეს, სულიერად ასე ვთქვათ, გავძლიერდებით და მე წავიდეთ და ასე ვთქვათ, ვითამაშოთ ან ეს შეიძლება პროფესია გახდა დღეს სპორტი და დღეს ცოტა სხვანაირად არის გადაგება საჭირო, ხო ვერ ეტყვი ხა ადამიანს ვერანაირად, რომ მოწყდი ამას, რომ უთხრა აზრი არ აქვს, შეიძლება საერთოდ დაკარგო ადამიანი და მოდი პირიქით დავლოცოთ, განვამტკიცოთ და უთხრათ, რომ დააკეთე შენი საქმე, იყავი გუნდური იყავი მოსიყვარულე და მთავარი არის რომ აი ეს ადამიანში არსებული ეს რაღაც არის რაღაცები ხო აი იქ მოედანზე დაიხარჯოს მოდი ესე ვთქვა და მე რომ გამოვალთ მოედნიდან ერთმანეთს ჩავეხუტოთ რეალურად ესე ხდება ისე სპორტში ნუ ბევრი დადებითი რაღაც ემოცია ტალღის სახით გადაეცემა ხოლმე საზოგადოებას აძლიერებს პატრიოტულ გზნობას მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებრივია გარკვეულ საზღვრებში უნდა მოვაქციოთ და უნდა ვიცოდეთ რომ ეს ყველაფერი მაინც უნდა ჩავაყენოთ ღვთის მსახურების სამსახურში. კეთილი მამო. ამოიწურა სამწუხარო ჩვენი დრო, ძვირფას მაყურებლებს ბოდისმა უხდი რომ ყველა კითხვა ვერ მოვასწარი სამწუხაროდ, მაგრამ რაც შევძელი გავაჟღერე, რაც ვერ შევძელი, შემდგომ გადაცემაში მოგწერეთ და აუცილებლად დაუსვავ კითხვას შემდეგ სტუმარს, ვინც გვეყოლება. შეგახსენებთ რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ ზღვისუბანში მდებარე ყოველწლინა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზ დავით მექვაბიშვილი. მადლობა მამა დავით კიდევ ერთხელ საინტერესო საუბრისთვის და მობრძანებისთვის. ჩვენს ძვირფას მაყურებლებს კი
ვემშვიდობები, დღევანდელი გადაცემა დასრულდა. გადაცემას უძღვებოდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონასტრის მოსახურე ღველი გურამ გალუბლიშვილი. დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვა შეგიძლიათ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს საღამოს 8:30-ზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულუნების პირდაპირ ეთერში. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.